მე გეტყვით რა მოხდა სინამდვილეში მადარ. Თქვენი მაყურებელი დღეს ბევრ ძალიან საინტერესო და ახალ დეტალს მოისმენს. მე ვიყავი დაზოლის განყოფილების უფროსი მაგდო პერიოდში. უკვე ოსი გვაქვს ინფორმაციას, რომ ეხლა გაატარეს კიდევ ტექნიკა. მიზანი იყო აბსოლუტურად იგივე, სპეცოპერაციით ხელისუფლების შეცვლა. აი ზუსტად იგივე თანმიმდევრობით აითვისა პუტინმა უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიები. იყო ჩვეულებრივი რუსების სერიოზულ სპეცდანაყოფებთან შეჯახება. აგენტურა ვის იყო? ვეკითხებოდ დათო ტექნიკა მოდისო ძალიან სერიოზულია. და აქ ვახსენოთ ეს კასრების ცნობილი საქმეც. უამრავი სამართი გავაკეთებთ. ეგრე გააკეთა თავდაცვა. არ შეიძლებოდა სახელმწიფოებრივად, ეროვნულად ამ საკითხის გამოტანა ღიად და ამაზე манипуლირება. ზუსტად აი ამ თავგანწირულმა ომმა გადაარჩინა მაშინ ქართული სახელმწიფო, როგორც ჩვენმა ჯარმა იომა ესეთი გამწარებულიო და ესეთი მეომრები რა ტანკისტები სად მოამზადეს. ეს იყო ზუსტად რაც პუტინ შეეშინდა, რაც რუსეთს არ უნდოდა. რუს დებულებაში რაც წერია, ზუსტად ეს ხდება ახლა საქართველოს თავს. არაფერი არ არის გადახოვული. ქართულ ჯარში ეს შემართება მოეკლათ. ქართული ქვედანაყოფებისთვის წაერთმიათ იმისი განსტავი, რომ ძალიან მებრძოლები. მე ძალიან სერიოზული აგენტურა ყავდა და ძალიან სერიოზული ინფორმაცია მომდიოდა. ვინ ნიშდა პუტინთან მისაღებში და ახლა ძალიან ცხადია, ზუსტი წინასწარმეტყველება იყო. ჩვენ ომით ვემზადებოდით, მაგრამ სინამდვილეში უმრაც ავაგეთ ომი. მოგესალმებით, ეს არის პლატფორმა მისმინე, თქვენ უყურებთ გადაცემას აქცენტები, მე ეკა კვესიტაძე ვარ. ეს ინტერვიუ, რომელსაც ახლა გაჩვენებთ მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში ჩავწერე და მაშინ გულწრფელად გეტყვით. ივანიშვილის მიმართ ჩემი უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, მეც კი ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული ის მომავალი, რაც გველოდა და რაზეც სააკაშვილი მაშინ საუბრობდა. 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობა კი არ დამარცხდა არჩევნებში. 2012 წელს საქართველოს დამარცხდა რუსეთთან ომში. 2012 წლის 1 ოქტომბერს. 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს წააგო ომი რუსეთთან, რომელიც რუსეთმა დაიწყო ბევრად უფრო ადრე 92 წელს, საბოლოოდ წაგება გაფორმდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, რაც მაგრამ ვერ მოახერხეს 2008-ში. თავარი ამოცანა რუსებს ჰქონდათ სამმაგი საქართველოში. პირველი საქართველოში ჩემი მთავრობის შეცვლა, რომელიც იყო სიმბოლო წარმატებული რეფორმების და რუსეთისთვის ყველა საში იყო წარმატებული რეფორმები პოსტსაბჭოთა სივრცეს. მეორე მათი მიზანი იყო ენერგეტიკული ბერკერების ხელზე აღება და გაზპრომის დაბრუნება. და მესამე მიზანი იყო საქართველოს არალევანტურ ქვეყნად ქცევა, რომ დასავლეთმა ყოველ შეხვედრაზე არ შეახსენოს, რომ აი საქართველოსთან გადით, საქართველოს მოშორდით, საქართველოს თავი დაანებეთ, საქართველოს. როგორც იყო ხო? სამივე მიზანი მიღწეულია სტრატეგიულად. რასაც რუსეთმა ვერ მიაღწია 2008 წლის ომით. როდესაც 100,000-ზე მეტიანი არმია მოადგა თბილისს. ამხელა არმია თბილისს არ მოდგომია ისტორიაში. და არასოდეს არ ყოფილა, რომ ამხელა არმია მომდგარიყო თბილისს, არა იყო. 8 პრეზიდენტი რო დადგა ჩვენთან ერთად, 5 პრეზიდენტი ჩვენთან ერთად მოედას და ეს რა იყო? ეს იყო ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დღეს ვინმე დადგება, მაგრამ მეტი საქმე არ აქვს. დღეს აღარ აღხსევს რა, იმაში რომ ერთი რო დავიძახეთ, ყველა მხიდან ყველა გამოიქცა. 5 პრეზიდენტი დადგა დაბომბვის საფრთხის ქვეშ ჩვენთან მოედანზე ხალხთან ერთად. მერკელი ჩამოვიდა, ერდოგანი ჩამოვიდა, ბასესკუ ჩამოვიდა, ვინა ჩამოვიდა, ჩეინი ჩამოვიდა, ბაიდენი ჩამოვიდა იმ დღეებში. ეს ხო დღეს აღარ მოხდება. ეს ამას მიაღწია. დღეს, აგვისტოს ომის მე-18 წლის თავზე, ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა დაემართა ქვეყნის თავდაცვას ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. რატომ და სად წავიდა უამრავი პროფესიონალი, რომელიც ფასდაუდებელი კადრი იყო ქვეყნის თავდაცვის უნარიანობისთვის და საერთოდ რა გამოწვევებისთვის არის მზად დღეს ქართული ჯარი. ძალიან მინდა ყურადღებით მოусმინოთ იმას, რასაც ახლა ვიტყვი, რადგან ეს პროპაგანდისგან გაბურებულ ადამიანებთან საუბარში დაგეხმარებათ. ჩვენაირ პატარა ქვეყანას ასეთ მძიმე გეოპოლიტიკურ გარემოში პარანოიკი ლიდერი ომისგან კი არ იცავს, არამედ პირიქით მას უკიდურესად ასუსტებს და რაც მთავარია, არა მხოლოდ ყველაზე დიდ აგრესორთან, რუსეთთან, არამედ ნებისმიერ მეზობელთან ურთიერთობაში. მოდით კარგად ავხსნათ ეს ამბავი. ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება შეკავების პოლიტიკა. მარტივ ენაზე ეს ნიშნავს იმას, რომ ისეთ ფორმაში უნდა იყო, რომ სხვა ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდეს შენზე თავდასხმა. ომის თავიდან აცილების სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. დიდი ქვეყნების შეკავების პოლიტიკის მთავარი საყრდენი ბირთვული იარაღია. გააქვს ბირთვული იარაღი?
იცი რომ ვერავინ დაგესხმება თავს. მაგრამ ჩვენ არათუ ბირთვული არაღი, არამედ ბევრი რამ არ გვაქვს. მაშინ რა უნდა ვქნათ? ჩვენ შემთხვევაში შეკავების პოლიტიკა რამდენიმე მთავარ ბურჯს ეყრდნობა. პირველი ბურჯი ეს არის ასიმეტრიული თავდაცვა. მცირე ქვეყანას არ შეუძლია აგრესორთან სიმეტრიული ომის მოგება. მაგრამ მას შეუძლია ოკუპაციის პოლიტიკური ფასი ისე გაზარდოს, რომ თავდასხმა არარაციონალური გახდეს. გარდა ამისა, საჭიროა საყოველთაო, კარგად მომზადებული რეზერვი და ტერიტორიული თავდაცვის სისტემა. ასიმეტრიული შეიარაღება აქცენტით მაღალ ტექნოლოგიურ თავდაცვით საშუალებებზე. კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობა, ენერგეტიკული, ციფრული და მომარაგების ქსელების დაცვა, რათა პირველი დარტყმისას ქვეყანა არ ჩამოიშალოს. მეორე ბურჯი პატარა ქვეყნის შეკავების პოლიტიკის ყველაზე ძლიერი იარაღი, საერთაშორისო არენაზე მისი მაქსიმალური ხილვადობა და ძლიერი პარტნიორების ყოლა. სწორედ ამან გადაგვარჩინა 2008 წელს სრული ოკუპაციისგან. თუ მსხვილ საერთაშორისო მოთამაშეებს შენთან სტრატეგიული და ეკონომიკური ინტერესები აკავშირებს, მაშინ შენს დასაცავად მათი აქტიურობა იზრდება. ასეთი ჩვენ შემთხვევაში ჯერჯერობით მხოლოდ ენერგო და სატრანსპორტო დერეფანია. მესამე ბურჯი ეს საზოგადოების მედეგობა, ანუ საზოგადოების ფსიქოლოგიურად მომზადება. ამისათვის კი საჭიროა საინფორმაციო ველის დაცვა, ჰიბრიდულ ომებთან, დეზინფორმაციასთან და შიდა პოლარიზაციასთან ბრძოლა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როგორ იმოქმედოს კრიზისულ ვითარებაში. და ბოლოს, მეოთხე ბურჯი ეკონომიკის ჭკვიანური დივერსიფიკაცია. იმ ქვეყნების რიცხვის მაქსიმალური გაზრდა, ვისთანაც სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს. ასევე სტრატეგიული ავტონომია კრიტიკულ სექტორებში, ენერგეტიკასა და სასურსათო მომარაგებაში. ახლა მე მინდა გკითხოთ, ივანიშვილმა ყველაფერი საწინააღმდეგოდ რომ გააკეთა, აბსოლუტურად ყველაფერი. ამით მომავალი ომები თავიდან აგვაცილა, თუ რეგიონში ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნად გვაქცია. რუსეთს რომ თავი დავანებოთ, აგერ აზერბაიჯანი რეგიონის სამხედრო გიგანტად იქცა, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია წამოგვარტყას თავში, თუ რასაკვირველია ამას მოინდომებს. ახლა თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, რამდენად მყარი და გრძელვადიანია ის მშვიდობის ილუზია, რომელიც პარანოიკმა დიქტატორმა შეგიქმნათ. მოკლედ, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას სისტემას შიგნიდან, ოღონდ ცვლილება გვაქვს შემადგენლობაში. არ გვეყოლება დღეს გიორგი ირემაშვილი, იმიტომ რომ ჩვენ ვილაპარაკებთ აგვისტოს ომზე და ვილაპარაკებთ იმაზე, რაზეც მონოლოგი მქონდა. ანუ რა მდგომარეობაშია დღეს ჯარი და პირველ რიგში რასაკვირველია ვილაპარაკებთ, როგორ დაიწყო ომი. ის ომი, რომლის დაწყებასაც ქართული ოცნება საქართველოს სახელმწიფოს აბრალებს. სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი. ჩვენ აუცილებლად გამოვზარდით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ. მინდა დღეს გაგაცნოთ დავით დათაშვილი, დათო არის კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი და დიდი ხნის განმავლობაში მსახურობდა ჯარში, ამიტომ ამ მიმართულებით მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დღეს პირველად გაჟღერდება ჩვენს პოდკასტში. ირაკლი დათო, მოგესალმებით, დიდი მადლობა განსაკუთრებით დათოს, რომელიც ჩვენი, ასე ვთქვათ, ამ დღევანდელი პოდკასტის თანაწამყვანი იქნება. ჩვენ ბევრ თემაზე გვაქვს ალაპარაკო, უნდა ვისაუბროთ საბოლოო ჯამში იმაზე, თუ როგორ მოარღვია ქართული ოცნების რეჟიმმა ქართული უსაფრთხოება და თავდაცვა, როგორ ხდებოდა ეს ეტაპობრივად. მაგრამ პირველ რიგში ეს ყველაფერი დაიწყო იმით, როდესაც ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსულამდე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ საქართველომ დაიწყო ომი, აგვისტოს ომი რუსეთთან. ანუ რუსეთმა კი არ დაიწყო, საქართველომ დაიწყო, შემდეგ ამას მოყვა წულუკიანის კომისია და ამ კომისიის შექმნის მიზანიც სწორედ ეს იყო და დღეს საერთოდ საოცარი განცხადება გააკეთა კახი კალაძემ. 2-3 რამდენიმე დღე გაგრძელდა ომი და ისეთი რეზონანსული ვერ იყო მსოფლიოსთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ აეგორებინათ და რუსი ხალხის წინააღმდეგ აეგორებინათ ის კამპანია, რასაც დღეს ხედავთ. ანუ რო არ ვიცოდეთ, რომ ეს განცხადება კალაძემ გააკეთა, ამას მივაწერდით ნებისმიერ რუს პროპაგანდისტს, ხო? ანუ რო გავაჩეროთ ქუჩაში ვინმე და ვკითხოთ, ვინ გააკეთა სავარაუდოდ ეს განცხადება, გეტყვიან რომ რაღაც რუსმა გააკეთა ეს განცხადება, რუსმა პროპაგანდისტმა, ანუ პუტინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მაგრამ ეს განცხადება გააკეთა კალაძემ.
ჯერ დავიწყოთ მოკეთ როგორ დაიწყო ომი, თუმცა მანამდე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო პუტინის ეს გამოსვლა, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ ემზადებოდა რუსეთი საქართველოსთან ომისთვის 2006-7 წლებში გეგმა იყო მასთან შეთანხმებული და შესაბამისად ამ გეგმის მიხედვით დაიწყეს მოქმედება. Это не секрет, повторяю еще раз. План был подготовлен Генеральным штабом где-то в конце 2006 или в начале 2007 года. Он был мной утвержден, согласован. Более того, в рамках этого плана проводилась и подготовка юго-осетинских ополчений. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს, მაყურებელს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს. და როგორც შენ აღნიშნე, დღეს გვეყოლება ახალი სტუმარი, დავით დათაშვილი, რომელსაც 30 წლიანი სტაჟი და გამოცდილება აქვს ძალოვან სტრუქტურაში. დავითი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე და თანამდებობაზე, ხოლო 20 წელი გაატარა მან შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ შორის როგორც სპეცდანიშნულებაში, შინაგან ჯარში და ბოლოს ის იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი, კერძოდ კი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. დათოს ჰქონდა შეხება არა მარტო 2008 წლის საომარ მოქმედებებთან, არამედ ის იყო ჩართული 2004 წლის წვერი ახლოს ეგრეთ წოდებულ მოვლენებზე, რომელიც შევიდა ჩვენს ისტორიაში და დათოს აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული აფხაზეთის ომში. დავითს აქვს უზარმაზარი პრაქტიკული გამოცდილება და მან ძალიან ბევრი დეტალი და ნიუანსი იცის აი ამ, ასე თქვა, თავდაცვითი ინსტიტუციური ზრდის რა ეტაპები გაიარა საქართველომ და უშუალოდ 2008 წლის საომარი მოქმედებების დაწყების წინაპირობა რა იყო, იმიტომ რომ საზოგადოებამ რატომღაც დაიმახსოვრა 2008 წლის 7 აგვისტო. 2008 წლის 7 აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა გახსნეს საპასუხო ცეცხლი. ეს არის მნიშვნელოვანი და 2008 წლის 7 აგვისტომდე რა ხდებოდა აი ამ დეტალებზე და არა მარტო ამაზე ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება დღეს. დათო, მადლობა კიდევ ერთხელ და მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და დათოს რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა საქართველოში, მიუსამძიმრო და სამწუხარო რეალობა, როდესაც ესეთი პროფესიონალი საკუთარი დედის გასვენებაში ვერ ახერხებს ჩასვლას საკუთარ სამშობლოში. დათო, ვიზიარებ და გისმენთ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ წასულია საქართველოდან, მაინც ვერ ბედავს საუბარს გარკვეული უსაფრთხოების პრობლემების გამო და ძალიან დასაფასებელია, რომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენს პოდკასტში მონაწილეობა მიგეღოთ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაყურებელი დღეს ბევრ ძალიან საინტერესო და ახალ დეტალს მოისმენს თქვენი მონათხრობიდან. ხო, დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. გაიხსენეთ, როგორ მოგვიახლოვდა ეს ომი, როგორ მზადდებოდა რუსეთის მხრიდან, რადგან ზუსტად იყავით შუაგულში და იცოდით ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაცია. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, ყველა პატრიოტს, ყველა იმას ადამიანს, ვისაც გული შესწირა საქართველოს და საქართველოს ერთიანობისთვის. მე მგონი დროა რომ ერთხელ და სამუდამოდ დაეშვა წერტილი და იმ ხალხმა თქვას როგორ დაიწყო ეს ომი, საიდან დაიწყო და დამთავრდეს ეს ჭორაობა რო იყვია. და ერთხელ და სამუდამოდ უკვე ვიღაც არ ვიცი, ზემდგომი თანამდებობის პირები შეეშნენ ამ საუბარებს, რომ ეს იყო ვიღაცის სააკაშვილის მონდომებული, ეს იყო ვიღაცის ახირებული და ასე შემდეგ. მე მოგიყვებით თავიდან მომდე, ანუ მე მოგიყვებით 2004-დან. ვინაიდან მე ვიყავი დაზვერვის განყოფილების უფროსი მაგდო პერიოდში და მივლინებული ვიყავი დიდი ლიახვის ხეობაში. და შეხება მქონდა უშუალოდ ანუ ჩვენი აგენტურასთან, წინა ხაზთან, თვითონ ოსების ანუ პოზიციებთან, ყველასთან შეხება მქონდა. ხალხი ყავდა ჩვენი, ვამუშავებდით ხალხს, რომლის ინფორმაციას გვაწვდი და ვამუშავებდით ამ ინფორმაციას, ვადასტურებდით და მე შემდგომ უგზავნიდით ჩვენ ხელმძღვანელობას. ეს მიდიოდა დაზვერვაში, მიდიოდა
უშიშროებაში მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკე სამმართველო იყო და ასევე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვაშიც მიდიოდა ეს ინფორმაცია მუშაობდა. ასევე 2004-ში ჩვენთან ერთად ჩვენ შევედი მაგ დროს უკვე მოვლინებული იყო თავდაცვის დაზვერვის ხალხიც იყო იქ. ანუ დიდი ლიახვის ხეობა იყო ეპიცენტრი. ამ ყველაფერი ინფორმაციის მოგროვების, დამუშავებისა და ასე შემდეგ. პირველი 2004 რო ეს მოხდა, ეს მოქმედებები რუსმა შემოვიდა ჩვენებმა, გამოიყვანეს ჯარი, რუსის პირველი მოქმედებები იქიდან დავიწყებ. პირველი რა იყო? რუსმა დაინახა, რომ საქართველოს ჯარი არ იყო ხელწამოსაკრავი. და რამოდენიმე წვერიახოს შეჯახების დროს მაგათ იგრძნეს, რომ სერიოზული ძალა დახვდათ მათ. ეს იყო უბრალოდ დანაყოფები ქართველი მებრძოლები, ვაჟკაცები, მანდილად ვაჟკაცები, რომლებმაც ისეთ წინააღმდეგობა გაუწიეს და ამ დროს გაუწიეს არა ჩვეულებრივ დანაყოფს, არამედ მაშინ იყო გრუს სპეცნაზი. ეს გრუს სპეცნაზს ეძახდნენ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გრუს დანაყოფი იყო, რომელიც განლაგებული იყო გერის ხეობაში და მიმართულება იყო მაგათი დიდი ლიახვის ხეობაში დამაკავშირებელი გზის ბლოკირება. საკმაოდ ინტენსიური მუშაობა საწარმოებდნენ, საკმაოდ სერიოზული ცეცხლი იყო და ამიტომაც იყო ასეთი დანაკარგები ქართული ძალისა, იმიტომ არა უბრალო ოსებთან იყო შეჯახება, იყო ჩვეულებრივი რუსების სერიოზულ სპეცდანაყოფებთან შეჯახება. ამიტომ დაიღუპა ეს 16 ადამიანი, ჩვენი კომანდოს ბიჭები და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ეს ყველაფერი შეჩერდა, ეს გამოყვანა მოხდა ჯარის ყველაფერი რუსმა მიხვდა ამ ყველაფრის მერე და დაიწყო ინტენსიური მუშაობა. ინტენსიური მუშაობაში რა იგულისხმება? დაიწყეს გადმოსვლები დანაყოფებისა. მაგალითად, გოგნა პეხოტნიკების ბატალიონი გადმოიყვანეს, ჩააყენეს ქუთიშის ხეობაში. წყლებში შეიყვანეს, ჩააყენეს საარტილერიო დანადგარები, ეს მსტები, თვითმავალი ჰაუბიცები. ეგენი ჩააყენეს, გრადები მისცეს. გრადები არ ყავთ, გრადები. ესენი მისცეს, ესენი ყველანი განალაგეს მაგ. ამის შემდეგ, სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო. ჩვენ ინფორმაცია მოგდიოდა, რომ დაადასტურეთ და ვახდენდით ოპერატიულ მუშაობას ვახდენდით, გავდიოდით ზოგი ჩვენ ფიზიკურად ჩვენთან გავდიოდით, ზოგი ხალხი გზანიდით. და ეს ყველაფერი ინფორმაცია გროვდებოდა ფოტო და ვიდეო მასალით. ეს ნებისმიერ შეუძლია ჩვენ სპეცსამსახურებში შევიდეს და არქივიდან ამოიღოს ეს მასალები და გაასაჯაროოს და აჩვენო ხალხს რა ხდებოდა მაშინ. და არა ვიღაცის მონოპოლი რომ ესე ხდებოდა და ის არა. ამოიღო ის მასალები, ის ფაქტები და გადაღებული. მე გეტყვით უშუალოდ ჩემი ფაქტი რა იყო. 15 ივლისი იყო, ეს იყო 2000 უკვე 2008-ს უახლოვდა. რა ეს მანამდე ზადება მიდიოდა, ესენი გრაუნდინგ შეიარაღებას, ტექნიკა სხვადასხვა რაღაცები შემოდიოდა. ამზადებდნენ, აპალჩენია გადაყავდათ ვლადიკავკაზში, პრახვადნეის ბაზაზე ავარჩევდნენ, შემოყავდა 2008 წლის, ეხლა ვეგეტყვით 15 ივლისი იყო. მოვიდა ინფორმაცია, რომ დავით გადასამოწმებელიაო, ტექნიკა შემოდის ვლადიკავკაზიდან ჯავის მიმართულებითო და გადაამოწმეთო, ნამდვილია თუ არა. ჩვენი გასვლა რა თქმა უნდა მე დავგეგმე ყველაფერი მომემზადეთ, ოპერატიული გასვლა ხდებოდა, ეს არ იყო სამხედრო გასვლა, შეიარაღები და იმით ეს ჩვენ რატო რო დაგვიკონკრეტო კიდე ერთხელ მაშინ რა თანამდებობა გეკავათ კიდევ ერთხელ? მე ვიყავი დაზვერვის 2008-ში ხდება ეს ყველაფერი, მე ვიყავი დაზვერვის განყოფილების უფროსი. ვექვემდებარებოდი უშუალოდ უშიშროების, მაშინდელი შესაძლებელი იყო, მაგრამ მეც სამმართველო იყო უშიშროებისა და მაგათ ვექვემდებარებოდი. რაც ინფორმაციას მოვიპოვებდი, მაგათ ვაწვდით, მაგათა მიდიოდა. უშუალო ხელმძღვანელთან მიდიოდა ინფორმაცია და ის უკვე გვახვედრებოდა გადავსენით ამ ინფორმაციას, გადაღებულ მასალებს. და 2000 რო გავედით ამ 15 ივლისს ავედით გვირაბთან, საკმაოდ რთული სიტუაცია იყო, მაშინ უკვე ძალიან დაძაბული იყო, ეს აგვისტოში ხდება. გვირაბის გზაზე შიგნით გვირაბში შევედი, კამერა ჩავდე და გადავიღე. ნაკვალები გადავიღე უგრუფიანი ტექნიკის გამოვლისა. ეს გადავიღე და შემდეგ უკვე დადასტურებული იყო ინფორმაცია, რომ ნამდვილად ტექნიკა შემოვიდა, კვალი ხო ენიშნებოდა, ეხლა ყველა სამხედრო ვიცის, რომ ასფალტზე რო გაიოლის მუხლუხიანი შავიანი ტექნიკა, ის კვას ტოვებს. და გამოვყევით ამ ნაკვალებს, სულ გაინტერესებდა საფწავით. რო ჩამოვედით დაბლა, მანდ არის ჯავაშთან რომ უხალ, ერთი არის ჯავაში იყო ყოფილი პანსიონატი. ამ პანსიონატის ტერიტორიაზე უხევდა და შედიოდა შიგნით. და რო შევყევით,
წინ ეგრევე კარები ეხლაც მახსოვს მწვანე კარები აქვს, ესეთი ვარატა კარები აქვს. რადგან იქ დახვდნენ უკვე გრუს თანამშრომლები იყვნენ. სამხრეთზე ეკეთათ გრუს ემბლემი. შეიარაღება ჰქონდათ არაჩვეულებრივი რუსული იარაღი. ანუ რუსული იარაღი რას გულისხმობ? რუსი ჯარი სტანდარტული შეიარაღება იყო, ეს იყო ეს დანიშნულების შეიარაღება. უკვე ჰქონდათ აკმ-ები ჰქონდა, აკმ-ები ჰქონდა და აკმ-ები მე ნანახი მაქვს, მაგათი გრუს სპეცნაზს დააქვს სულ ყველა. ჰქონდათ ცხინვალში. უკვე გასაგები იყო რომ და გავაჩერეს ეგრევე გითხრეს სადმედი ხარ და ნუ არა ჩვენ გაშეგვეშალა და გამოუტრია. შემდეგ რომ წამოვედით, ჩამოვყევით და მანდ არის მეორე გადასახვევი. მეორე გადასახვევი უკვე შედის მსხლების ბაზაზე. ეს მსხლების ბაზა არის უსრულებელი ბაზა, ძალიან დიდი. და მან შედიოდა უკვე მაგ მიმართულებით შეშწავდები. ნუ იქ გადავიღეთ ისიც დავაფიქსირეთ, ჩამოვედით. ეს ყველაფერი ინფორმაცია მე მივაწოდეთ უკვე ჩვენ ხელმძღვანელობას. ანუ ეს იყო გადასტურება იმისა რომ უკვე ეს ხდებოდა 15 ივლისს. კიდევ ვიმეორებ, სრული პასუხისმგებლობით 15 ივლისი იყო სულ მახსოვს ყველაფერი დეტალურად და რო ჩამოვიტანეთ შეუძლიათ ეს მასალები ამოიღოთ. შტუშიც არის ეს მასალები გადაღებული. მთელი 35 წუთიანი ის არის ვიდეო მასალა. თავგებზე დაფიქსირებით და ყველა. ეს ჩამოვიტანეთ, მე ჩვენ ეს ყველაფერი გადავეშით ხელმძღვანელობას და დაიწყო ესეთი სიტუაცია, რომ უისოდნენ, ყველამ ვისოდით. დავიწყეთ ინტენსიურად გითხრეს, რომ მაქსიმალურად დაიწყეთ მუშაობა ოპერატიულად. რა შემოდის, რა ტექნიკა და რა სახეობასთანაც საქმე. პირველი რაც იყო შემოსული, ანუ პირველი გავიგეთ, ეს იყო სადაზვერვო მანქანები იყო BRM-1, ეგენი იყო შემოსული. შემდეგი უკვე ამის შემდეგ დღეს კიდევ უკვე ოსიბატრის ინფორმაციას, რომ ეხლა გაატარეს კიდევ ტექნიკა. და არ ვიციო, კარავი ქონდა ზედო გადაკრული, რა არისო, არ ვიცითო. რანაირი ტექნიკა იყო შალგების მიხედვით და სიგარის მიხედვით და ანუ ამ კატოკების მიხედვით როლიკები რა, მაგით გამოვთვალეთ რა იყო. და იყო ბურატინო. ანუ ბურატინო არის ეს მძიმე სოციეტებს ეძახიან. ეგ ეს მიმართულებები მე უკვე დავიწყე ჩვენ ოპერატიულად ეს გაანალაგეს უკვე ძარის მიმართულებით. ძარის თავზე დააყენეს. კიდე შემოვიდა ინფორმაცია, რომ კიდე შემოვიდა რუხელის ღამეში, ანუ პერიოდულად შემოყავდა ტექნიკა. აი, კალონას ვერ აკეთებდნენ, იმიტომ რომ ძალიან აყვირდებოდა სიტუაცია და ამიტომ აკეთებდნენ პერიოდულ გადამოსვლას. კიდევ რომ შემოვიდა, რა შემოვიდა მე. ანუ ეს იყო დავით, ეს იყო წინასწარ გათვლილი, რაც გაუშვა ეხლა ეკან პუტინის 2006 წლის განცხადება, არგად დაგეგმილი, მომზადებული გეგმის მიხედვით მიყვებოდნენ და ეტაპობრივად შემოყავდათ სამხედრო შენაერთები და ეხლა რასაც ჩვენ საუბრობ მსმენელმაც რო გაიგოს ესენი არის საბრძოლო მხარდაჭერის ანუ შორი მანძილიდან სამანევრო ქვედანაყოფების მხარდამჭერის ქვედანაყოფები ანუ საარტილერიო ქვედანაყოფებზე არის აქ საუბარი რომლებიც განალაგეს მთლიანად აი რო შევხედოთ ეხლა მთლიანად სამაჩაბლოს მიმართულებას აითვისეს სამაჩაბლოს რეგიონი მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით და თუ იმაზე საუბარი, ანუ უშუალოდ როდის დაიწყო უკვე ჩვენი სამშვიდობო ქვედანაყოფების მიმართულებით ინტენსიური ცეცხლის გახსნა, არ ახსოვს დღევანდელ საზოგადოებას, მაგრამ გავახსენოთ, როგორ გვიფეთქებდნენ ავტომობილებს, BMP-2-ის ქვეითა საბრძოლო მანქანიდან ცეცხლი რო გაგვიხსნეს და რო დაგვეღუპნენ ჩვენ სამშვიდობო ქვედანაყოფის თანამშრომლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მშვიდობიან მოსახლეობას როცა სუხსნდნენ არა მარტო ავტომატური შეიარაღებიდან, არამედ ყუმბარ მტკორცნელებიდანაც. აი როგორ მივედით ჩვენ 7 აგვისტომდე? ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არის ერთ-ერთი პარალელი, რომელსაც მე აი ანუ ეგ სიტუაციები რაც ხდებოდა, ეს აფეთქებები, ქართული სოფლების დაბომბვა, ეს პარალელურად ხდებოდა ამ ყველაფრისთან. ანუ ტექნიკა რო შემოდიოდა, ეს აერკა წინამდაგოდ შემოდიოდა, შემდეგ ტექნიკა ამავდროულად ეს მიდიოდა ამის გარდა მუშაობა მიდიოდა უკვე გაღვივებაზე, კონფლიქტის გაღვივებაზე. ეს ხდებოდა სამშვიდობო ბაზებზე თავდასხმა, ნავთობსების დაბომბვა ხდებოდა იმისი ავნები ნულის მიმართულებით. ნავთობსები ჰქონდათ განლაგებული პირდაპირ ცხინვალის თავზე, საიდანაც ცხინვალში სამშვიდობო ბატალიონი იდგა, რუსების სამშვიდობო ბატალიონი იქიდან იდგნენ დაახლოებით 500-600 მეტრში ეს ნავთობსები, რომლებიც ბომბავდნენ იმ ტერიტორიას. არ ერიდებოდნენ უკვე არაფერს, იცოდნენ რომ ეს დავალება ჰქონდათ უკვე გადმოსროლილი ყავდათ რუს ისინი აცეული მე ბატალიონი შემოიყვანეს და უკვე აღარ ერიდებოდნენ მაქსიმალურად ბომბავდნენ ყველა მიმართულება. ამავდროულად უკვე ტყის გზაზე დაიწყეს კონტროლი. ან ვის ნაღმს დადებდნენ, ააფეთქებდნენ ჩვენი თავდასხმის
პოლიციის ბიჭები 5 კაცი ააფეთქეს. სახანს ერთხელი გაუხსნეს ორტევის მიმართულებით ეგენი დაბლაიდნენ სამშვიდობო მაგარ გაუხსნეს და მან ანუ ინტენსიურად მიდიოდა მუშაობა ამზადებდნენ იმას რომ არ გამოხატულიყო ის რომ აი ომი რუსმა დაიწყო და შემოვარდა ანუ იმას ამზადებდნენ რომ აი ქართული მხარე ბომბავს სინამდვილეში გადახება ხდებოდა ხომ ელემენტარული საიდანაც რომ დააკვირდებოდი შეცხლი იხსნებოდა ქართული პოზიციების მიმართულებით არც ერთი მგეზავი ტრასერი არ მიდიოდა თქვია სულ ყველა იყო ჩვეულებრივი თქვია საკმარისი იყო ქართული მხრიდან წამოსულიყო ერთი ტრასერი უკვე დაფიქსირებული ჰქონდა და მაგათი ტელევიზიაში ინტენსიურად გადიოდა აი როგორ ეშლიან სკინვალს აი როგორ ეშლიან პროპაგანდა ანუ ესა კიდე ერთხელ რო დავაკონკრეტოთ დათო აი ეს ფრაზა რომელიც თავის დროზე მათ შორის სალომე ზურაბიშვილმაც გამოიყენა რომ მძინარე ცხინვალი დაბომბეს აი ეს საიდან მოდის მე გეტყვით რა მოხდა სინამდვილეში მანდა რაც იძახიან მაგ სიტყვებს ცხინვალი დაბომბეს მე გეტყვით მაგას რომ მივას მანდავდი და აი დეტალურად გეტყვით უკვე მაგ თემას ანუ ეს იყო 15 ივლისის თემა ეს უკვე შეიარაღება მზადდებოდა შემდეგ 3 ივლისს ჩვენ მივიღეთ დავალება ანუ გადამოწმება გადაამოწმეთ რომ რაღაცა მანდეთო მგონიო ტექნიკა მუშაობსო თლიანყალის სიმაღლე ყველა მისი მეომარი იყო ომობდა და ტერიტორია ის ყველა მისი ტერიტორია ჩვენ 3 ივლისს გავედით ეგ ინფორმაცია რომ მოვიდა ეგრევე გავედით გადასამოწმებლად და რომ ავედით თლიანყალის მიმართულებით ანუ მე ვიყავი და ჩემთან ერთად ორი მებრძოლი ვნახეთ რომ ძიმე ტექნიკა მუშაობდა და ორი რუსიების ქვეით საბრძოლო მანქანა უკეთებდა უსაფრთხოებას და ეს ტექნიკა ხრიდა არა ქვეითი მოსიარულის სანგარს არამედ ძიმე ტექნიკის სანგრებს ხრიდნენ რომ ტექნიკა ჩაეყენებინათ ეს ხდებოდა სამში ჩვენ რო ეს ვნახე მე რო ეს გადავიღე დავაფიქსირე ყველაფერი ჩამოვედი მე ხელმძღვანელობას ეს ყველაფერი მივეცი და კითხვას დავუშვი ესენი ომისთვის ემზადებიან ჩვენ რას ვაკეთებთ იმიტომ მე ბევრგანა ვარ ნაუმარი და ვიცი როგორ იწყება ომი როგორ მიმდინარეობს ომი და ეგრევე უცხადო ეს არის წინაპირობა ომის დაწყებისა იმიტომ რომ ესენი ემზადებიან ომისთვის მიმართულებები უკვე აღებული აქვს ყველაფერი გათვლილი აქვს და ამზადებენ თხრიან რაც უშვებით ჩვენ არაფერი არ ვიცით დავით არანაირი ომს ჩვენ არ ვიწყებთ აი ესეთი იყო პასუხი კარგი მეთქი არ ვიცით ეგეთვით ეს თემამ ჩაიარა ჩვენ მაინც ინფორმაციებზე მუშაობთ ყველაფერს ვამუშავებთ და 5 რიცხვი იყო მოვიდა კიდე უკვე კონტროლი გვინდაო დავითო ანუ ცხინვალი ძარი ჯავის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა არსებობს ეგეთი გზა საიდანაც შემოვლი ქართულ ხეობას უვლი და გადადიოდი იქ და გადაამოწმეთო მაგ რა ტექნიკა მოძრაობს მაგ გზაზე ინფორმაცია გვაქვს რომ ტექნიკა მოძრაობს ახლა კარგი გასაგებია დავდიდე მე რა თქმა უნდა გასვლა ყველაფერი მოემზადეთ ეს გზა მდებარეობს იმათ ტერიტორიაზე ამიტომ ღამე მოგვიწია გასვლა და ღამის პერიოდში ვიარეთ გადავედით დილით უკვე დავიწყეთ დაფიქსირება ანუ ავტობუსებით და აი ეგრეთ წოდებული მარშრუტები აი გაზელები რო ყავდა ოლუსეხლა მარშრუტები იმდენი არ ყავდა გაზელები ყავდა ინტენსიურად რო აი უწყვეტი არ ითქმის მაგრამ პერიოდულად მიდიოდა ჯავის მიმართულებით ეს ავტობუსები რო დავაკვირდი ავტობუსები ჩვენი არის ანუ ჩვენი რაც გულისხმობ სკინვალის ავტობუსები არის სკინვალს არ აქვს ეგეთი ავტობუსები ვლადიკავკაზის ავტობუსები იყო ყვითელი ავტობუსები იყო ორფიდიანები და უმრელი ქონდა ვლადიკავკაზის ანუ იქიდან გამოგზავნილი ავტობუსები იყო რომელსაც გაყავდა ქალები და ბავშვები მოსახლეობის ევაკუაციას ახდენდნენ მოსახლეობის ევაკუაცია ხდებოდა ინტენსიური მთელი დღის დაახლოებით 3 საათი ჩვენ ვიყავით ეხლა მე უკვე მაგათი პატრულები იწყებდნენ მოძრაობას და აღარ გამოდიოდა და წამოვედი ჩამოვედი მე ხელმძღვანელობას ეს ეგრევე გადაღებული მივეცი ეს მასალები შეუძლიათ ამოიღონ და ეხლა გააჩვენო და აჩვენო რომ 5-ში ხდებოდა ეს და არა 7-ში 5 აგვისტოს დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მაგათმა ინტენსიური ევაკუაცია უკვე გაყავდათ მაქსიმალურად გაყავდა და ამის შემდეგ მე უცხარი ხელმძღვანელო ჩვენ რას ვშვებით ჩვენი ქალები და ბავშვებს რა უკუთმეთი არაფერი რავით ომი არ იწყება არავინ ჩვენ არაფერს არ ვიწყებ აი ეს იყო პასუხი ამ დროს სერიოზული საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ისე დათო ბოდიში არ შემიძლია ეხლა არ ჩაგერთო ანუ ჩამოდიოდი ეუბნებოდი რომ ესენი რუსეთი ომისთვის ემზადება და რაღაცა ამდენჯერ რომ მიგაკ ესეთი სადაზვერვო ინფორმაცია
მაინც ვერ იჯერებდნენ, რომ ომი იწყებოდა, იმიტომ რომ მეც მაქვს ეგ გამოცდილება. მე ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ჩავწერე მაშინ ომის დაწყებამდე 2 დღით ადრე, თუ 3 დღით ადრე და აბსოლუტურად დარწმუნებული მეუბნებოდა არა მხოლოდ ეთერში, არამედ ეთერის მიღმაც, რომ არანაირი ომი არ იქნება. არ ვიცი, რეაგირება, ეგეთი იყო რეაგირება, რომ შენ მოიტანე ინფორმაცია, შენი საქმე შეასრულე. დანარჩენი, მე უბრალოდ ჩემი ახლობლებს და იმებს ვეუბნებოდი, რომ მოდი ბავშვები, მაინც გაარიგეთ, იმიტომ რომ რაღაცა ხდება. ჩვენთან არ ვიცი, მაგრამ წინვაში რაღაც ხდება. ან ეგენი ისყებენ ომს და შეკევაზე გადმოვლენ და ერთ დილით გავიღვიძებთ, რომ გარეთ მაგათი ტანკები იდგება. ჯერჯერობით ესე იგი ველოდებით ამ სიტუაციას უკვე ღამე რო დაღამდა ძალიან სერიოზული სროლები მიდიოდა. უკვე ჩვენსკენაც დაიწყეს სროლა ჩვენი მიმართულებით და რამოდენიმე გრადუს რაკეტა გაუშვეს. ეხლა ვინც არ იცოდა გრადის ზოგი იმას და ზოგი რაღაცა აუფეთქდა თვითონა, ანუ ხალხმა არ იცოდა. ეხლა გრადი დანახი ხეობაში არავის არ აღავდა. ამ ხედრები ვინც იყო შეიძლება მათ დანახი ყავდა, მაგრამ თვითომოსავლებას არ იცოდა. მე საფრთხო გასულა, ანუ გრადის რაკეტებს, სნარიადებს პრისტელკას უკეთებდნენ. პირველი გასულა რომ გაკეთეს შეხვთან ჩამოვა. ხალხმა აი იქიდან გამოსროლი იყო, არავინ ის არ გაუკეთა. ანუ არ გახმოვანდა, მაგრამ სინამდვილეში დიახვის დაეცა. ანუ კორექტირებას აკეთებდნენ, უკვე ამზადებდნენ. ღამე უკვე ვეღარ ვიძინებდით, იმიტომ რომ სერიოზული სროლები მიდიოდა ტექნიკის ხმა ისმოდა. ამათი ტექნიკა რო უკავშირდებოდი ამ ჩვენ აგენტურა ვის იყო, ვეკითხებოდ დათო ტექნიკა მოდისო, ძალიან სერიოზულიო. არ ვიცით სად მიდისო, მაგრამ მოდისო, გვირაბი გამოიარაო, ზოგი მსხლებში ადის, ზოგი შედის გუდიშის ხეობაში. გუდიშის ხეობა არის ისეთი ხეობა, რომ აი ძალიან ჩაყრობებული ხეობაა, ძალიან ღრმა ხეობაა და შედიხარ და მაგ ხეობით გადმოდიხარ მე ლენინგორში და ანუ ეგრე გადმოსასვლელია. გერის მიმართულებით და აპატარა ლიახის ხეობაში ჩამოდი. ეგრე გზები 5-ზე ვიცოდი და ეხლა ხო ხდებოდი რატო შედის იქა. ანუ მასშტაბურ შეტევას ამზადებდი. ამის მერე ერთი პერიოდის შეჩერდა სროლა მე ვთქვი ალბათ რაღაცა ხდება მეთქი და უკვე დავინახეთ რომ თამარაშის მაღლა ღამის ხედვის გასაკვებში დავინახეთ რა პირდაპირ დავინახეთ რომ ხალხი ჩამოდის და შედის სკინვალის მიმართულებით მიდიოდა ხალხი მე ვთქვი ცუდად არის საქმე უკვე ომი იწება რა იმიტომ ესენი ტყუილი არ დადიან შეიარაღებული თუ ხელმძღვანელობა უსვას საქმეს შავაყენეთ წელი ღამე გადავდიოდი მე ვთქვი ესეა ხალხი მოძრაობს შეიარაღებული ხალხი შედის სკინვალში რაღაცა ხდება სკინვალში და დილით უკვე პირველი კასეტა რო წამოვიდა გრადი, მაგით ვთქვი რომ ერთი ომი დაიწყო და პირველი კასეტა გრადი წამოვიდა. არა მიმართულებიდან იმისი ერგნეთისა ან ნიკოზისა პირდაპირ გუფთას თავზე არის მთა და იქ ეყენათ ამათ პელო სისტემა და ერთი ცალი გრადი. ეს იყო როგორ ხონდა თითით აი ვითომ თავდასხმის სისტემა ქონდა გაკეთებული რომ გორდე ემუშავა ამ გრადის მიმართულება და ყველაზე მაღალი წერტილი ქონდა აღებული და ერთი კასეტა გუდის 40 გასროლას ეს კასეტა რო წამოვიდა ყველა მე გავსებული და ჯერ ვერ გავიგე რა ხდებოდა იმიტომ რომ წინოში ჩვენებს უბრეკავ არა ქალაქში არავინ არ არის ჩვენები არ შესულან ქალაქში ჯერ როგორ ქალაქში არავინ არ შესულან აბა მე ვთქვა ისინი ქალაქს ბომბობენ გაგიჟდნენ მე არჩი რასაკეთებ ანუ ხალხს დააწყეს ხალხს დააწყეს და ბამს ეძახიან ესეთი ეგრეთ წოდებული დასახლება სამხედროები იყო ხოლმე ადრეუსების ბაზა იყო ხოლმე რა ზუსტად ემაგრაიოს დააწყეს ანუ გამოჩნდებოდა ამით რა გააკეთეს რომ გამოაჩინეს რომ ცეცხლი გაიხსნა უშუალოდ თამარაშის მიმართულებიდან აი ხეობის მიმართულებიდან აი ეგეთი რაღაც შექმნეს სტურათი შეიქმნა ეს კასეტა ეს აფეთქებები რომ მოხდა იქ ცეცხლი წამოვიდა ჩვენს მიმართულებითაც გახსნეს ამათ უკვე პოზიციებზე უკვე ყველა ჩამდგრები იყვნენ ეგენი ტექნიკა ჩაყენებული ყავდა უკვე გაიხსნა ჩვენ მიმართულებითაც ცეცხლი ყველა მიმართულებით გაიხსნა ცეცხლი დაიწყო მაგათმა არტილერია მუშაობა არტილერიამ რომ დაიწყო მუშაობა გერის პატარა ლიახვის მიმართულებითაც დაიწყო არტილერია მუშაობა არ ვიცი სად იშლებდნენ ეხლა ეგენი უკვე ჩვენ ვეღარ ვასწრებთ იმიტომ რომ ჩვენებთან უკვე კავშირზე ვიყავით რომ ჩვენებმა იცოდნენ ნატყობა ინფორმაცია ჰქონდათ რომ всё მასშტაბური ომს იწყება რუსი და დაიწყეს უკვე ჩვენებმაც მოძრაობა მე საპასუხო ცეცხლო წამოვიდა გორიდან
ანუ გორის მიმდებარე ტერიტორიიდან რომ წამოვიდა საარტილერიო ცეცხლი, მაშინ ცოტა შენელდა. და ამოვისუნთქეთ რა, რომ გავეკვეოდით სიტუაცია რა ხდებოდა, ვინ ვის წესროდა. მე უკვე კავშირზე გავედით ყველასთან რა ხდება. დავით ნუ კაროჩე მიისწრება. ანუ რა მოხდა? მე გეტყვით. უბრალოდ ჩვენებმა რაღაცა დაახლოებით 4-5-6 საათით დაასწრეს მოქმედებები. სინამდვილეში მიზანი ცხინვალისას უთქვა იყო. მიზანი იყო ის, რომ ამათ უნდა როგორ თქვა, ანუ ერთი სწრაფი შეტევით. სწრაფი შეტევით ამათ უნდა და სანამ საქართველოს ჯარი მოიაზრებდა და აზრზე მოვიდოდა, ამათ უნდა და თურმე დაეკავათ გორის გზა და გორის ბაზა გაეჩერებინა. გორი რო დაეკავებინა და გორის გზა რო დაეკავებინა და ატელის ხეობაში გადასულიყვნენ, მანდ იყო დამთავრებული სცენარი. მე გადავიდოდნენ უკვე ბორჯომის მიმართულებითაც, თბილისის მიმართულებით, კასპიის ყველაფერს თავზე გადაადგებოდნენ. ეგ იყო მათი მიზანი. მაგრამ ამ მიზანში მონაწილე იყვნენ ძირითადად სპეცმომზადებული ხალხი იყო. ეს იყო გრუსპეცნაზი, ეს იყო ლისისა გორნიპეხოპნიკები და ესეთი კატეგორია. მოკლედ სპეცოპერაციას გეგმავდნენ, როგორც მერე ეს უკრაინაში როგორიც უკრაინაში უნდოდათ და მიზანი იყო ხელისუფლების შეცვლა, დეკაპიტაცია და დემილიტარიზაცია. აი ზუსტად რაც უკრაინაში მოხდა, უბრალოდ მაშინ იმდენი ძალა არ ქონდათ და უფრო საღჭყუაზე იყო პუტინი და საბოლოო ჯამში ამერიკელებმა და ევროკავშირის ესეთმა მხარდაჭერამ გააჩერა, მაგრამ მიზანი იყო აბსოლუტურად იგივე, სპეცოპერაციით ხელისუფლების შეცვლა. ზუსტად აი რომ გავიხსენოთ ჩვენ 2022 წლის უკრაინის ომში თებერვლის პროცესები, როცა რუსეთი შეიჭრა, აი რაც ახლა დათომ მოყვა პროცესები, როგორ ვითარდებოდა, როგორ შეყავდათ, როგორ განალაგებს. აი ზუსტად იგივე თანმიმდევრობით აითვისა პუტინმა უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც შეიყვანა ეს უზარმაზარი შენაერთები, განალაგა და დარწმუნებული ვარ, რომ მან 2008 წლის სცენარი გაიმეორა, რაც საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა. უბრალოდ უკრაინასთან ეს არ გამოუვიდა. ნორ საქართველოსთან არ გამოუვიდა ირაკლი, ხა ის მიზანს ვერ მიაღწია, ხო? რა თავარი ქონდა, როგორც უკრაინაში ვერ მიაღწია მიზანს. ეგ უბრალოდ სხვა მასშტაბებზეა ლაპარაკი. აი კი, ამაზე ბევრჯერ ყოფილა საუბარი და როგორც სააკაშვილმა თქვა, ამ მიზანს 2012 წელს მიაღწიეს და როგორც უკვე ახლა ძალიან კარგად ვხედავთ, მაშინ შეიძლება არ გვესმოდა სააკაშვილის რას ამბობდა, ვაჩვენე ნაწყვეტი მისი ინტერვიუდან ჩემს შესავალში და ახლა ძალიან ცხადია, ზუსტი წინასწარმეტყველება იყო. და თავარი მიზანი მას რაც ჰქონდა, ანუ შეიძლება არ გაჩნდეს კითხვა, რომ რუსები ახლა დათომ რას თქვა, რომ მიზანი რა იყო, შემოსულიყვნენ გორის ცენტრალური მაგისტრალი გადაეკეტათ, აეღოთ გორის ბაზა და ეს ისეც ხო გააკეთეს, ანუ შემოვიდნენ რუსები, დაიკავეს ქალაქი გორი, დაიკავეს მაგისტრალი, დაიკავეს ბაზა, გაძარცვეს ბაზა და ასე შემდეგ. უბრალოდ ამისი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ქართულმა შენაერთებმა უკვე წინააღმდეგობა ჰქონდათ გაწეული. ამ პროცესში უკვე ჩართული იყო საერთაშორისო საზოგადოება. ამ პროცესში უკვე ინფორმირებული იყო თითქმის მსოფლიოს ყველა ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და მათ შორის საქართველოში იმ პრეზიდენტების ჩამოსვლას ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც მერე შეფასდა ვითომ რომ რუსთაველზე კონცერტები გამართეს, როცა ასე ვთქვათ, საომარი მოქმედებებში ბიჭები იღუპებოდნენ. ანუ ეს რომ თავისი ინიციატივით რუსებს განახორციელებინა და ერთ დღეში აეხო ის მიზანი, რაც დაგეგმილი ჰქონდა, შეიძლება ეს ქართულ დიპლომატიას და საერთაშორისო საზოგადოებას ვერ მოესწრო, რეაგირება ვერ მოესწრო, დიახ. და ისე შემოსულიყვნენ თბილისში. ისე სხვათა შორის ზელენსკის მსგავსად სააკაშვილსაც ეუბნებოდნენ დრო ქვეყნის დატოვებაში დაეხმარებოდნენ. საბოლოო მიზანი რა იყო? აი ნახე დათომ ფრაგმენტულად თქვა და მე უბრალოდ რო შევკრა სრული სურათი. 2003 წლიდან ხო იწყება ქართული შენაერთების, ქართული შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია. საქართველოს გადადის თვისობრივად ახალ სისტემაზე. 2006 წელს რეგიონში პირველად ქართული შეიარაღებული ძალები იღებენ ნატოს სტანდარტის შეიარაღებას, ეს არის საუბარი M16 ტიპის შაშხანებზე და განაცხადი კეთება, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა გრძელვადიან პერსპექტივაში ის გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი და ამისთვის ქართული შენაერთები ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ეტაპებს გადიან.
ეს ირაკლი, იყო მოდი კიდე შენ შემთხვევაში შევახსენოთ ახლა ჩვენს მაყურებელს, აი იმ პერიოდში სად იყავი, იმიტომ რომ შენ პრინციპში ბევრად უფრო მეტი წლები გაქვს გატარებული ჯარში, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროში. 16 წელი მე ყოველთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად მომიხსენიებენ, თუმცა მე უფრო მეტი წლები თავდაცვის სამინისტროში მაქვს გატარებული და ჩემი მთლიანი კარიერა თავდაცვას ეძღვნება და მე თავდაცვას მიუძღვენი აკადემიაც იქ დავამთავრე და ასე შემდეგ. და რა არის მნიშვნელოვანი, რა ქონდა საქართველოს გაცხადებული პოლიტიკა, ეს იყო ევროინტეგრაცია და ეს იყო ნატო. და იმ პერიოდში საქართველოს ძალიან აქტიურად დაიწყო ქართული შენაერთების, ქართული ჯარის მოდერნიზაცია. პუტინის თავარი მიზანი რა იყო? საფრთხე დაინახა მან, რეალური საფრთხე დაინახა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების გაზრდის და რეალური საფრთხე იმის, რომ საქართველოს შეიძლებოდა მართლა მიეღწია იმ ევროკავშირის მოთხოვნების სტანდარტებთან და განხდარიყო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და მას მართლა შეესრულებინა ყველა ის წინაპირობა, რაც ნატოს ჰქონდა წაყენებული და თვისობრივად ნატოსთან დაახლოებით ახალ ეტაპებზე გადასულიყო. ეს იყო ყველაზე მთავარი მიზანი. და რაც მთავარია, სააკაშვილის მთავრობის იმ პერიოდში ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობა იყო რუსეთის მიერ, რაც ვეთანხმები მე, რომ ეს 2012 წელს ნამდვილად გამოვიდა, ოღონდ არა ომით, აი ეს გამოვიდა არჩევნებით. და დღემდე გრძელდება, რუსული ინფილტრაცია ქართულ სახელმწიფოებრიობის ყველა შტოში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მიმდინარეობს, უკვე შეზრდილი არის ეს და ამ პროცესს ყოველდღიურად, ყოველთვიურად, ყოველწლიურად, როცა ეს პროცესი კიდევ გაიზრდება და ვერაფერს ვერ შევცვლით, უფრო გართულდება ამ პროცესთან ბრძოლა. იმიტომ რომ საზოგადოებას მინდა მიმართო, ჩვენ 2003 წელს, 2004 წელს ქონდა მემკვიდრეობით დაშლილი სამხედრო ინფრასტრუქტურა, ფაქტიურად არ არსებული დაფინანსება, ფრაგმენტული მართვის მოდელი იყო. ეს იყო ინსტიტუციურად დეგრადირებული, რომელიც მერე ეტაპობრივად შეიცვალა და სულ რამდენიმე წელიწადში ჩამოყალიბდა ქართული შეერაღებული ძალები, კარგად მომზადებული. 2002 წლიდან დაიწყო წვრთნისა და აღჭურის პროგრამა, რითაც მიიღო, დათომ ახსენა, კომანდოს ბატალიონი. და ეს ბევრმა, ასე ვთქვათ, როგორც მოქმედმა ყოფილმა სამხედრო მიწის, მაშინ კომანდოს ბატალიონის შესაძლებლობები რა იყო, შავნაბადად ბატალიონი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იყო და რაც მთავარია, ქართულმა ჯარმა თავისი წარმატებით, თავისი, ასე ვთქვათ, გადადგმული ქმედითი ნაბიჯებით საზოგადოებაში დაიმკვიდრა ნდობა და პატივისცემა. ანუ ქართული ჯარი რეიტინგებში იყო ყოველთვის მოწინავე. და ეს არ ხდებოდა, ანუ ამ რეიტინგებს ხელით ხო ვერ შექმნიდნენ. ანუ ეს ხო არ იყო შექმნილი რეიტინგები, ეს იყო რეალური საზოგადოების გამოკითხვა და რეალური საზოგადოების განწყობა. და ეს იყო ზუსტად რაც პუტინს შეეშინდა, რაც რუსეთს არ უნდოდა. რაც დღეს მივიღეთ და მე ამაზე კიდევ უფრო სანამ დღევანდელობაზე მინდა რომ ეტაპობრივად გამოვყვეთ ამას. გადავიდეთ, კი. ირაკლი, გავაგზავნეთ ერთ სიტყვას ჩავამატეთ მეც. ვინაიდან მე 93 წლიდან მოყოლებული მსახურობდი ჯარში, ამა თუ იმ დანაყოფებში ვიყავი, ანუ 93 წელს ყველა ვიშის რა ჯარი ყავდა, რა შეიარაღება ჰქონდა და ეს რა აღჭურვილობა ჰქონდა და რა ტანკები 55-ებით და გელი აკაემებით და ყველას ვისაც რა ფორმა შეეძლო იმ ფორმას, რა ფორმასაც შეუძლობდა იმას ისლამდა და იმით მიდიოდა საომრად. 93 წლის მერე უკვე მე სავალდებულო ჯარი მოიხადე და მსახურობდი სამშვიდობოში. რა ჯარი იყო იქ? ანუ არ იყო საჭმელი წესიერი, არ იყო ტექნიკა, არ იყო საშუალებები, არაფერი არ იყო იმისა, რომელ ჩაფხუძია საუბარი 45 წელში სამამულო ომის დროინდელი ჩაფხუტებით დავდიო. როცა რაღაც ხდებოდა სამშვიდობოს და რაღაც ღონისძიება იყო, რაღაცა გასვლა იყო, თავდასხმა ხდებოდა სადმე. დავდიოდით, სამამულო ომის დროინდელი აღჭურვილება შინელებით უგეცვა და შინელებით დავდიოდით. მე მაქვს ეს ყველაფერი გამოვლილი. მე ვაქვს ჩემზე ეს ყველაფერი, ყოველი ღამე პოსტებზე და იმები დავდიოდით, ფერფერზე გადაჭრილი ბათიკები გესახონე, შექმნებს ჭრიდით, რომ ბათიკებას მოგვეყვანა, რომ რაღაცნაირად ცოტა კომფორტული ჩასაცმელი ყოფილიყო. ეგრეთ წოდებული პარტიანკები.
წინდების კი არ იყო პარტიანკები. ორ პირ პარტიანკას ვიხოდით რომ როსიოდა, მაგრამ ვერ ვაკმოვდით. ფეხებმა ორ პირ პარტიანკები ვიყავით ხოლმე. ეს როცა სავალდებულო მე უკვე რომ მე გადავედი სამხედრო აკადემიაში, მე გეტყვით თქვენ რა დაკვდა იქ? აი ყველაფერი იყო, ყველა ფიქრობდა რა გაეყიდა, რა გაეჯარცვა, საიდან ფული ეშოვა. აი ეს იყო აზრი. ქართველი რა სამხედრო რომელ სამხედრო ჯარზე იყო მაშინ უკვე შევარდნაძე ბოლო მოუგო რაც კი რუსეთმა დაგვიტოვა დაუშვათ რუსებისგან დარჩენილი იყო არსენალის საწყობები იყო დარჩენილი სადღაც რომელიღაცა ბაზა იყო ხა ბეტონები და ისინი ხო არ წაიღო რუსმა რა იმან კი თავის შეიარაღება წავიდა მაგრამ ეს ხო დატოვა ეს ინფრასტრუქტურა ეს შენობა ნაგებობა ხო დასტოვა რა ეს ყველაფერი გაიჯარცვა აეროპორტი ნიკოში იყო აეროპორტი უშუალებელი აეროპორტი იყო საფრენი ბილიკი ჰქონდა შეუულებრივად ჯერდებოდა საბრძოლო ფიქრნავები და ეს ფილები ყველა გორის გარეშემო ნახეთ გორის რეგიონში სადაც კი გასაწვავ გასამართი სადგურია ყველგან ეს ფილები ალაგია 40 ლარი ღირდა იყიდებოდა 40 ლარად ეს თითო ფილა აი წარმოიდგინეთ თქვენ რა მასშტაბის ჯარცვასთან იყო საქმე რა თან ჰქონდა საქმე რომ ვასაკეთებდა არ არის საუბარი ამ სამხედრო უკვე ქარხნებზე ამ უნივერსალურ ქარხნებზე რომლებიც 1000 რამეს აწარმოებდნენ და მუშაობდნენ ეს ამაზე საუბარი არ არის თქვენ წარმოიდგინეთ ვაზიანში მუშაობდით ვაზიანში იყო ამხელა აეროპორტში რუსები იდგნენ და მაშინ საბრძოლო თვითმფრინავი ჰქონდათ და ეგ მაგათი ამოცანა ანუ ვაზიანის ბრიგადის ამოცანა იყო რა ქიმიური იარაღი ჰქონდათ მაგათ და ტრიპიტორკებს ეძახდნენ ეს იყო ბაზა უძლიერესი ბაზა იყო ეხლაც ვისაც უნდა გადაამოწმოს იქ სარაკეტ გამშვები პუნქტებია შახტებია ყველაფერია თავის ერთ-ერთი უძლიერესი ბაზა იყო და ამის უსაფრთხოება იყო ეს ვაზიანის ძლიერი ბრიგადა ამ ბრიგადაში ხშირად შევდიოდი ხოლმე იმიტომ რომ საქართველოს დაზვერვას რაღაც ინფორმაციები აინტერესებდა ხოლმე მე ვეხმარებოდი ხოლმე და достуპი მქონდა იმიტომ რომ ბევრს იცნობდი უკვე იქ რომ მუშაობდი შევდიოდი ხოლმე ხანაწილებს ვახდები ხან არაყი შენ მქონდა ხოლმე ვახდები ამ რუსა ჩვეულებრივი თემა მიდიოდა და ინფორმაციას სწავლობდნენ რა ჩვენი დაზვერვა მუშაობდა ხოლმე ყველაფერი აი რაც დატოვეს რაც ელემენტარი დატოვეს იმის მერე ნოლი გახდა ჯარცვა ჩამოჭერეს იმ ხელა კარებები და იმ ხელა ანგარის კარებები ისინი სულ ჯარში აბარებდნენ ეს მინ გააკეთა ეს რა სააკაშვილი იყო მაშინ ეს გააკეთა ჩვეულებრივი ქართულმა მოსახლეობამ ქართულმა სამხედრო დანაყოფებმა გააკეთეს იმიტომ რომ მიშვებული ჰქონდათ ვერ ყარავდნენ არ იყო ჯარს არ გავდა სადღაც რაღაც ნაგავი ტექნიკა იდგა ბოლოს ისინი დაჭერეს ჯარში ჩააბარეს ჯარში ჩააბარეს ტექნიკა არ აქვს აღარაფერი აღარ არის აი ეს იყო ჯარი რომ მოვიდა სააკაშვილი მე როგორ მახსოვს ბატონი გოგი დავსუხაშვილი ძალიან უძლიერესი პიროვნება გადავიდა და ჩვენ მქონდა ერთი ძალიან დიდი სატანკო, ანუ სასაფლაო იყო. იქ იყო ავღანეთში ნაომარი ტანკები, აფხაზეთში ნაომარი ტანკები, დაყრილი ტანკები. და იქიდან იღებდა ტანკებს, BMP-ებს, BRDM-ებს, BTR-ებს, გზავნიდა სატანკოში და აღდგენას უკეთებდნენ. აი, აღლუმზე რო ჩამოიარეს შინაგანჯარის ტექნიკა, აი ეგ ტექნიკა იყო. შინაგანჯარის აღდგენა იყო, ბატონ გოგის თავკოშვილის დამსახურება. ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთა მაშინ. სასაფლაოდან იღებდნენ ტექნიკას და აღდგენდნენ. თუ ჩემი არ ეჯერავთ, აი შინაგანჯარის ყოფილი თანამშრომლები ნახეთ და შეეკითხეთ. დაჯერებაზე არ არის დათო, ამისი ისტორიული კადრები არსებობს 2004 წლიდან ყოველ წელს ტარდებოდა სამხედრო აღლუმი. აი 2004 წელს როგორც კურსანტმა ისე მივიღე მონაწილეობა, ეს იყო 300 არაგველების ობელისკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ეს აღლუმი. და მე რო შეხედოთ განვითარების ეტაპებს, გინდაც ფორმა ჩაცმულობას, გინდაც ტექნიკას, გინდაც საარტილერიო დანადგარს, ეს წეგან შენ თქვი გრადლარები, ეს ქართულ შენაერთებს ყავდათ და ეს იყო ძალიან სერიოზული, ძალიან იმ პერიოდისთვისაც და დღევანდელი პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო საარტილერიო დანადგარები, თავის ტექნიკური მონაცემებით. როგორ ვითარდებოდა ეტაპობრივად. ეს იყო რამათ რა გააკეთეთ, ანუ დამოუკიდებლობის დღე გადააქციეს, ანუ არ ვიცი, ანუ დამოუკიდებლობის დღეს ივანიშვილმა გააუქმა 2012 წლიდან არც ერთი სამხედრო აღლუმი საქართველოში აღარ ჩატარებულა. კითხეთ ნებისმიერ ჯარისკაცს, კითხეთ ნებისმიერ ოფიცერს, კითხეთ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ოდესმე ფორმას ნია, რას განიცდის ის, როდესაც ის დგას დამოუკიდებლობის დღეს და სამხედრო აღლუმში იღებს მონაწილეობას.
ანუ ეს არის გარდა უდიდესი სიამაყისა, ეს არის პასუხისმგებლობა, ეს არის განცდა, რომ ანუ იმ დღეს კონკრეტულად აი ეხლაც დამაყარა ტანზე ფორმა რო აცვია და იარაღი რო უკავია და სამშობლოს საქართველოს ჰიმნს რომ გერის აი ამ ყველა საზოგადოების წინაშე და მე რო ჩამოდის მუსიკის ფონზე, ანუ ამას თავისი დატვირთვა აქვს, რატო გააუქმეს? იმიტომ რომ საქართველოს ჯარში ეს შემართება მოეკლათ. ქართული ქვედანაყოფებისთვის წაერთმიათ იმისი განცდა, რომ არიან მებრძოლები და მე დღევანდელი ნარატივიც ხო აბა მიგინდა, ანუ ჯარში ჯარისკაცებს, ოფიცრებს იმას როგორ შეიძლება ათქმევინო, რომ აბა მიგინდა. ჯარი იმისთვის არსებობს, თავდაცვის სამინისტრო იმისთვის არსებობს, შეერაღებული ძალები იმისთვის არსებობს, რომ ის უნდა ემზადებოდეს ზუსტად რომ ომისთვის. თავისი სწავლებები, თავისი განათლებით, თავისი წვრთნებით, თავისი ტექნიკის განვითარებით, შეერაღების განვითარებით, ტექნოლოგიური განვითარებით და ესე იგი, აი შენ ახსენე ასიმეტრიული ბრძოლებიო, ხო? ანუ უკრაინაში 2022 წლიდან დღემდე რაც ასე ვთქვათ, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, თვისობრივად, შინაარსობრივად შეცვალა საბრძოლო მოქმედებათა ტაქტიკა. და ის რაც პირობითად აი სიტყვაზე დათოს მე და ჩვენი თაობის ადამიანებს აქვს ნასწავლი, ფაქტიურად გამოუსადეგარი გახადა უკვე ამ უკრაინის ომმა. რატო? იმიტომ რომ შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების ტაქტიკა მთლიანად ახალი ეპოქიდან გამომდინარე დაიწერა. იმიტომ რომ შემოვიდნენ დრონები, ხო, რომლებმაც შეცვალეს ბრძოლის მოქმედებათა თეატრი. ანუ ამას რატო ვიძახი, რომ ჩვენ უნდა გავიხსენოთ 2011-2012 წლების პერიოდში ქართული სამხედრო სამრეწველო წარმოება დელტას როლი თავდაცვითი შესაძლებლობის გაზრდის ნაწილში. ანუ ჩვენ ვიყავით რეგიონში თავთვალოთ პიონერები, რომლებმაც დამოუკიდებლად შეიძლება რაღაცა კომპონენტები ნაყიდი იყო და არ იყო ჯერ იმ დონემდე მისული, რომ თავიდან ბოლომდე ჩვენ გვეწარმოებინა, მაგრამ რაც მნიშვნელოვანი არის, აქ იწყობოდა ქართული ჯავშა მანქანა დიდგორი დღემდე ერთ-ერთი არის რეგიონში მისი ტაქტიკური შესაძლებლობებით, მისი ინოვაციური თვისებებით და მისი ფასით და მისი წარმოების რესურსით. ტრანსპორტიორი ლოგიკა, ნაღმწყორცნები, დრონები, რამდენი რამე იწარმოებოდა და ეს რო გაგრძელებულიყო, ეს ინსტიტუციური ზრდა რო განევითარებინა, ქართულ ოცნება რო მოვიდა და ეს კი არ მოესპო, არამედ განევითარებინა ტექნოლოგიურად, ფინანსურად და ეს არ ექცია ერთგვარ კორუფციას. დღეს დელტა არის კორუფციის ბუდე. დღეს დელტაში ნორმალური, ასე ვთქვათ, აღარ სპეციალისტი აღარ მუშაობს იქ და აღარ წარმოება აღარ მიმდინარეობს. ის არის შექმნილი ერთგვარი ფულის გათეთრების მახეთ. როცა თავის დროზე შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, ამას მერე მოეზიდა დამატებით ახალგაზრდები დაინტერესება ყოფილიყო ტექნოლოგიური მიმართულებებით, სამხედრო მრეწველობა, ფინანსები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ალბათ აი ჩვენ ახლა რავი შენ ალბათ დასვავ ამ კითხვას, ხო რომ ანუ რაზი არის ჩვენი უსაფრთხოება, ხო? ანუ სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებას მარტო თავდაცვა არ განსაზღვრავს. ამას განსაზღვრავს რამდენიმე კომპონენტი. ერთ-ერთი არის ეკონომიკა, ერთ-ერთი არის დიპლომატია და ერთ-ერთი არის თავდაცვითი უნარი. ანუ ეს თუ ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კომპონენტი ყოველთვის იქნება მყიფე და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული. და ზუსტად ეს გააკეთა, ანუ 2012 წელს. არა, იმიტომ რომ მიზანი ეს ქონდა, ხო, ეხა ხო ცხადია, თუ ჩვენ 2012 წელს ამას ისე მკაფიოდ ვერ ხვდებოდით, ეხა მეც ხო თავიდანვე მქონდა მკაფიო წარმოდგენა, რასაკვირველია ივანიშვილზე, მაგრამ ანუ მაინც ყველაზე ცუდ სცენარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი იმას, რაც ეხლა ხდება. ან უბრალოდ მაშინ არ შემეძლო იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა საქართველოს აი 100-180 გრადუსით მოტრიალებულიყო, ხო? და ეხლა უნდა ვილაპარაკოთ იმაზე და მინდა დათომ გააგრძელოს ჩვენი საუბარი, აი როგორ მოხდა ესე იგი ყველაფრის ჩამოშლა ნელ-ნელა, ხო? მეც შესავალშიც ვთქვი და ანაბანა ეს პატარა ქვეყნის შეკავების პოლიტიკაზე რომ ვლაპარაკობთ, ასიმეტრიული ბრძოლისთვის მომზადება არის ანაბანა, ანუ შენ სიმეტრიულ ბრძოლაში ვერ მოუგებ შენ მტერს და უნდა ეცადო რომ ასიმეტრიული ბრძოლის გეგმა გქონდეს. როგორც ვიცი, ამ გეგმაზე მუშაობა დაიწყო ომის შემდეგ, ხო? ან მანამდეც დაიწყო. აი ხა მინდა დათომ რომ მოყვეს ეს დეტალურად და აქ ვახსენოთ
ეს კასრების ცნობილი საქმეც. იმიტომ რომ ამ კასრებმა აბსოლუტურად სხვა დატვირთვა მიიღო პროპაგანდისგან, იყო ყველაზე ესეთი მძიმე ამბავი, დაუკავშირეს ამას ეს ფარული ჩანაწერები და ბოლო დროს დაიწყო საუბარი, რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა, რომლებმაც დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს კასრები თურმე სულ სხვა ფუნქციას ემსახურებოდა და ეს მეც არ ვიცოდი. ვიცი რომ დათო მიცის ბევრი რამე ამასთან დაკავშირებით. ანუ ძალიან სენსიტიური არის, სანამ დათო იტყვის ამას ეს დავავარდებ, ეს ძალიან სენსიტიური, ძალიან ფაქიზი საკითხია, იმიტომ რომ ეს არის თავი დროზე ამას დაედო გრიფი, ეს იყო გრიფირებული, არ შეიძლებოდა სახელმწიფოებრივად, ეროვნულად ამ საკითხის გამოტანა ღიად და ამაზე მანიპულირება, არაფრით არ შეიძლებოდა ამ თემების გასაჯაროება, ეს უნდა დარჩენილიყო გრიფირებული როგორც იყო და თუ იყო რაღაცა კონკრეტული გადასტომები და დარღვევები, სასამართლოს სხდომებს ხურავენ ეკა და საბოტ რამდენი საქმე დაყურეს საკითხებს, ანუ გედედეს თანამშრომლების პროცესი, გედედეს თანამშრომლების, რომლებმაც რა ვიცი, სადღაცა სიზმარში ნახეს, რომ ვიღაცებმა ფული შესთავაზეს და ასე შემდეგ, იმას დაადეს გრიფი და აი ეს საკითხი გახადეს საჯარო და ღია. ანუ ამაზე დიდი ღალატი, ამაზე დიდი ასე თქვათ ეროვნული გარღვევა, ხო? ანუ ქართულ და რუსულ ოცნებას არ გაუკეთებია. თქვათ, რადგანაც უკვე ღია არის და ძალიან ყაბადაღებული თემა გახდა და ამაზე ძალიან ბევრს მანიპულირებს ქართული ოცნება. მოკლედ შევინო, იმიტომ რომ მეც მქონდა შეხება 2010 წელს მაშინ მეოთხე ბრიგადაში მუშაობდი და მეც მქონდა ამ ასე თქვათ ეგრეთ წოდებულ კასტრებთან შეხება და ამისი დანიშნულება აბსოლუტურად სხვა იყო. ეს იყო ასიმეტრიული ბრძოლებისთვის, ეგრეთ წოდებული პარტიზანული ბრძოლებისთვის, თუ კი ეს ქვეყანას დასჭირდებოდა, რომ გამოეყენებინა აი ეს ეგრეთ წოდებული კასრები. ხო, რადგან ახლა ამას გრიფის საიდუმლო მოხსნეს, დათო შეუძლია, ხო, რამდენი შეგიძლია დათო იმდენი მოყევი, ხო, რა ვიცით ამაზე? მე ანუ თავიდანვე თემა გავიხილოთ, ესე იგი 2000 წლის მერე. ხო. მე რო წამოვედი, უკვე ომი ეს გაჩერდა, ჩვენ უკვე გადმოვედით თბილისში, ჩამოვედით ეს ყველაფერი, ну, ანუ რომ დამთავრდა პროცესები გორიდან გავიდნენ უკვე რუსები, მე გადმოვინიშნე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დავინიშნე და დავინიშნე პირველ მოადგილედ და ანუ საბრძოლო მომზადება და ეს ყველაფერი იყო უკვე ჩემი. ну, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრო შესაძლებლობთან ერთად მუშაობდა, ჩვეულებრივად გრძელდებოდა მუშაობა თავდაცვის სისტემაზე, ანუ ეს იყო თავდაცვის სისტემა თბილისის გარშემო, რეგიონების გარშემო, ყველგან. და რა თქმა უნდა, ყველა დანაყოფს განესაზღვრა თავის მიმართულება, თავის მეზობელი დანაყოფი და ასე შემდეგ. ანუ ეს ეგრეთვე ჩვენც მოგწეს მიმართულება, ეს მიმართულება იყო ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იყო და ამ მიმართულებაზე უნდა გვეწარმოებინა თავდაცვის სისტემების შესწავლა, როგორ უნდა დამდგარიყავით, დაუშვათ რუსი წამოვიდა, გააგრძელა სულა, დაიწყო ომი, როგორ უნდა ჩამდგარიყავით, ვინსად უნდა დამდგარიყო, ტექნიკასად უნდა შეგვეყვანა, სად ჩასაფერებები უნდა მოგვეწყო და ამ ჩასაფერებებთან ერთად ამ ყველაფერ თემა მოიტანა რა, მოვიდა მე მთლიანად უკვე ძალიან თავდაცვის სამინისტროში და შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ იყო გასაკეთებელი დასაწყობება, ეგრეთ დავარქვით რა, დასაწყობება რატო? ну, კი, შენ წინა ხაზზე ეომბები მოწინააღმდეგე, შენ წინა ხაზთან მოვიდა, მაგრამ ზუგში ხომ ვიღაცამ უნდა იმუშაოს. ამიტომ ამ ზუგში, აი ეს ზუგი ითვლებოდა უკვე სიღრმითი რაიონები, ითვლებოდა მაგალითად ნორიოს ტყე მიმართულება იქით, მარტყოფი, ხვარიჭამია, ეს რეგიონები და ამ მიმართულებებში საწყობების გამზადება უნდა დაწყებულიყო. ეს დანება რომ მოვიდა ჩვენ რა თქმა უნდა ყველამ დავჟექით, ყველა მეთაურმა, დანაყოფის მეთაურმა, როგორც ქალაქისა, თავდაცვისა და ასე რეგიონებისა, ყველამ დაიწყო რამდენი კაცს შეძლებდა რომ ემუშავებინა ამ დივერსიულ საქმიანობისთვის, რამდენს დაავალებდა, ამის მიხედვით დაიწყო სამარხების გაკეთება. ან ეს სამარხები იყო ზოგს მოუწია დაუშვათ დიდი რაოდენობისა, ზოგს მოუწია 4 კასრი, 4 ბოჭკა, აი ეგრე რა, მაგის მიხედვით. მეც ჩემი მიმართულება მქონდა, ჩემი მიმართულებაზე დავიწყე მუშაობა, გავამზადე უამრავი სამარხი გავაკეთე მეს, ეგრე გააკეთა თავდაცვამ, ეგრევე გააკეთა გედეზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა, ეგრევე ყველა დანაყოფმა, ყველა რეგიონებმაც იგივე გააკეთა. და ერთი რამეა, ანუ მე ვარ მეთაური, ახლა მე ვაკეთებ სამარხს, მე ეს
უნდა გამოვიყენოს საბრძოლო მდგომარეობის დროს. ანუ მე უნდა მიგაგზავნო იქ ჩემი ჯგუფი, უთხრა, ამოიღე ეს, მიიტანე ჩადე აქ. ამოიღე ეს, მიიტანე გაახორციელე თავდასხმა, შეტევა ან ასე შემდეგ. მე იმას ვერანაირ შემთხვევაში და არანაირ შემთხვევაში და არც ლოგიკით არ მოდის. არ ჩაუდეთ იქ იმ სამარხში გადაღებულ მასალებს. ჯერესეთი მე ვარ მეთაური, რაში მჭირდება იქ მე ჩადებული გადაღებული ვიღაცის რაღაცა ფარული ჩანაწერები. ეს ღაპარია. ეს თემა გამოვიწყეთ. ამის შემდეგ ეს რომ ყველაფერი რო ეს გავამზადეთ და გაკეთებული იყო, ამის მერე დავიწყეთ მაქსიმალურად პირადი შემოქმედების მომზადება. კონსტიტუციური საფუძვლის დეპარტამენტში განყოფილებით პირდაპირ მუშაობდით და სწავლობდით მათ თემებს, სწავლობთ როგორ ხდებოდა ჩასაფრებების მოწყობა, ასევე მუშაობდა განსაკუთრებული თავდაცვა, ყველა გადავედით ინტენსიურ მომზადებად. აქ დაიხარჯა აუვარებელი წვიაწამალი, მილიონობით თანხა დაიხარჯა. რესურსი ხალხის დღეს და ღამეს სწავლობდნენ, დღეს ღამეს, ყოველსავე. შეუძლიათ ნებისმიერ ეს ვისაც რომ აქვს, ამოიღოს ეს სწავლების გეგმები და მარტო სწავლების გეგმების კითხვი დაიღლებიან იმდენი სწავლების გეგმის კითხვა. მაგ შედგენილი მარტო განსაკუთრებულ იმაში, კონსტიტუციური საფუძვლის დეპარტამენტში, რომ ხალხის დონე აწეული იყო. ეგრევე იყო ყველა დანაყოფი, ესევე იყო შავნობა და ყველა დანაყოფი ეგრე ის. ამის შემდეგ როცა უკვე ეს არჩევნები მოხდა, ეს არჩევნები დამთავრდა, მოვიდა ახალი მთავრობა, მოვიდა ბრძანება და დაიწყო სამაების ყველაფრის ამოღება. ამოიღეს დოგმა გადაიტანა ისე შემოსავალში აიღო, ანუ საბუთებიც ისე კეთდებოდა, რომ ეს რუსი რო დაჯდებოდა, იქ ვერ გაეგო, საიდან არის ეს საბრძოლო მასალა, ანუ რაოდენობაში იჯდა. დაიწყეს ამის უკან დაბრუნება. შემოტანა, მე არ ბრძანება მიმიღე არაფერი, მაშინ ხელმძღვანელობა შეიცვალა ჩვენი, მე ბრძანება არ მიმიღე. ჯერესეთი საიდუმლო ბრძანება იყო და არც დამიბრუნება. მაგრამ მაშინ ისევ სამართლოს უფროსის მოადგილე ხარ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, ხო? უკვე კი. რეჟიმის ანუ მას შემდეგ რაც მოვიდა ქართული ოცნება. კი, მოვიდა რაღაც პერიოდი, მე უკვე კუდი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი დაშალეს, რა თქმა უნდა, მის გამანთავისუფლეს თანამდებობიდან უკვე კადრებში ამიყვანეს ყველა, ანუ ეს მომზადებული ხალხი გაუშვეს. ზოგი მერე წავიდა საზღვარგარეთ, ზოგი საწავიდა, ზოგი ანუ ეს მომზადება ყველაფერი ერთი სიტყვით მოიქნიეს და გადაყარეს. ეგრევე მოხდა, ეს მერე უკვე თავდაცვაში და იმეფის მოხდა, ამას მერე შევეხებით და ანუ ჩემ თემაში მე ეს საბრძოლო მასალა არ ჩავაბარე. იმიტომ რომ არ მქონდა არ ბრძანება მომსვლია, არც ინტერესი და რუკები ყველაფერი მქონდა მე ვინახავ. ამის შემდეგ მე უკვე ამათ ჰქონდათ ინფორმაცია, ინტენსიურად მუშაობდნენ, იმიტომ რომ ეს ძალიან მწარე მაგალითი მაგათ ჰქონდათ რუსებში, ჩეჩნეთში, რომ ამ სამართლებმა ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა, იმიტომ რომ დივერსიულად მუშაობდნენ ჩეჩნები ძალიან მაგრად, და იმ სამართლებს აკეთებდნენ. ჩვენ ჰქონდა გაკეთებული სამართლები, როგორც ჰქონდა გაკეთებული, ასევე ისინი საცხოვრებელი მისიშქეშა ბუნკერები ჰქონდა გაკეთებული, გამზადებულები იყო ღამებით ხრიდი და ამზადებდით, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო როგორც წესი და რიგში და როგორც სჭირდება დანაყოფებს. ამის შემდეგ მე ინფორმაცია ჰქონდათ მაგას, რომ მე მქონდა ეს ყველაფერი სამართლი, ანუ ჯერ რო გაიგეს ვინ ჩააბარა, ვინ არ ჩააბარა, ეთყობა ინფორმატორები მაინც სამართლი ყავდათ წინაცა ინფორმატორები მაგათ ბევრი ყავდათ სტრუქტურებში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე თავდაცვის სამინისტროში და ეს ინფორმაცია უკვე გროვდებოდა. მოგროვდა მაგათთან და უკვე გამოჩნდა იქ, რომ ერთ-ერთი ჩემი მე ვიყავი, ვისაც არ მქონდა ჩაბარებული. ხან ვინ მომიგზანეს, ვისი სახელიც მითხრეს, რომ ჩააბარე. მე ვთქვი, მე არაფერი არ მაქვს, მე არ ვიცი არაფერი, იმიტომ რომ აქ არ იყო ბრძანება, აქ არ იყო რაღაცა ის რა. სამართლებრივად არ იყო გასწორებული დათო, შენ ამასი დაფიქრი? ხო, არ იყო სამართლებრივად, იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ ომისთვის ვემზადები და არა მithmeuli საქართველოს რუსებისთვის გამიდე და მე ვემზადებოდი ომისთვის და არ ვენდობოდი, იმიტომ მით უმეტეს მე ვიცოდი ესენი ვინ იყვნენ და რა იყვნენ. ეგ არ იცოდა ბევრმა თბილისში თანამდებობის პირმა არ იცოდა, მე ვიცოდი კარგად ვინ იყო რუსების აგენტები. მე მყავდა აგენტურა, მე თავიდან შეგვითხრა, მე ძალიან სერიოზული აგენტურა მყავდა და ძალიან სერიოზული ინფორმაციები მომდიოდა. ვინ იჯდა პუტინთან მისაღებში, აი ვინ სად მუშაობდა, ვინ როგორ თანამშრომლობდა რუსებთან, თუ დეტალებში ვიცოდი ეს ყველაფერი. ძალიან სერიოზული ინფორმატორები მყავდა. ეგრევე და მაგ დეტალურმა ინფორმატორებმა გადააჩინა ნიკა გვარამიას, სხვათაშორის რო არ მოკლეს. მაშინ მაიმაგ ხალხმა მაგათი მოწოდებული ინფორმაციები. ძალიან სერიოზული ხალხი მყავდა.
ეს ხალხი მეუბნებოდნენ ამ ყველაფერს მე. და ვიცოდი რაც იყო უკვე რა მთავრობაც მოდიოდა, როგორც მოდიოდა, რა გააკეთებდნენ. აი ერთ-ერთი ვიცოდი რა გააკეთებდნენ, იმიტომ რომ მე გრუს დებულებას აკითხული მაქვს. გრუს დებულებაში რაც წერია, ზუსტად ეს ხდება ახლა საქართველოს თავს. არაფერი არ არის გადახვეული. აი ერთ-ერთი მიყვებია. გაანადგურე, გააღატაკე, ხალხი გააქცია ქვეყნიდან. აი სულ ყველაფერი ერთ-ერთი ხდება. ეს არის ჩვეულებრივი გრუს დებულება. თუ არ ჯერათ აი მოიგეთ გრუს დებულება და წაიკითხეთ. როგორ ხდება ამა თუ იმ ქვეყნის თქვენი ინფორმატორებისგან რა იცოდით მაშინ? მაშინ ვიცოდი რომ ესენი იყვნენ პირდაპირ მუშაობდნენ იმათთან. ანუ ყოველ მეორე დღეს რუსეთში მოსკოვში დაფრინავდნენ, ჩადიოდნენ, ჩვეულებრივად ესწრებოდნენ თათბირებს, პუტინთან შედიოდნენ მისაღებებში, პუტინთან ამის გარდა. ვინ მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ სახელი და გვარები? კი, როგორ ბიძინა ივანიშვილი, პუტინთან მისაღებში რომ შედიოდა ხოლმე, როგორ იჯდა მისაღებში, ემაგას მეუბნებოდნენ, ეხლა არის მისაღებში. ელოდება შეცვლა პუტინთან. პირდაპირ მეუბნებოდნენ. მე რომ ჩვენებს მეუბნებოდი, ჩვენები იძახდნენ, აუ, შენ აღიარებ. არა, რას ლაპარაკობ? ეგრეა მეუთხარ. არა, თითქოს ხო არ გადიოდა ქვეყნიდან. როგორ არ გადიოდა? ეს არ გადიოდა იმისთვის, ვინც ჩვეულებრივი ადამიანი იყო თორე. ჩვეულებრივად გადიოდა და მაგის ხალხი ჩამოდიოდნენ. იმათი პირდაპირ ჩამოდიოდა, გუს ხალხი ჩვეულებრივი შეხვედრებით ხდებოდა. ერთენიც მიდიოდნენ, აბა საიდან ქონდა ამხელა დირექტივები და ამხელა მითითებებს საიდან იღებდა. როგორ აკეთებდნენ ამხელა ნაბიჯებს, როგორ დგამდნენ. ეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია იყო, ერთ-ერთი უსერიოზული ოპერაცია 2012-ში ჩატარებული არჩევნები. ეს იყო დიდი მასშტაბური ოპერაცია, რომელიც დაიგეგმა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქართული ოცნების წევრებმა დაგეგმეს? არა, ეს დაგეგმა ჩვეულებრივ ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა რუსეთისა, რომელიც იგზიან ტვინები, რომელიც დღეძაღამი ანალიზს უკეთებენ ყველანავის, ყველა ქართული პოლიტიკოსისა და ყველა ქართული თანამდებობის ნაბიჯს უკეთებენ, ანალიზს უკეთებენ და შემდეგში რა ნაბიჯი უნდა გადადგას, განუსაზღვრავენ და ეუბნებიან. აი ეს უნდა გააკეთო. ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო. აი ესეთი სამსახურები მუშაობდა და ამ სამსახურებმა მოხდინს 2012 წელი. ითამაშეს როლი აგრეთვე შიგნით შესაძლოში, თავდასხმაში, სამოქალაქო სექტორში, წითელი ინტელიგენციაზე ყველგან. ანუ ძალიან ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა რა. და ჩვეულებრივად მოვიდნენ თავრობაში. აი ეს იყო ჩვენ ომით ვემზადებოდით, მაგრამ სინამდვილეში უმრაც ავაგეთ ომი. ამის შემდეგ ანუ ეს ჩემ მე არ მასქენი არ ჩავაბარეს შეიარაღება, მე დადგეს ერთ-ერთი სპეცოპერაცია დაჯდნენ, არ ვიცი, სუსი და შესაძლოა იყო ერთობლივი ოპერაცია იყო თუ რა იყო. მე გამიჩარიჩეს იარაღის თემა და დამაკავეს. როგორც ხდება სტანდარტულად. ხო, რა ჩვენი სტანდარტული თემა იყო, ახლა სპეცნაზელი იყო და იარაღი, რა თქმა უნდა, სპეცნაზელს იარაღი უყვარს და ეს თემა იყო მომიგზავნეს და უშო იარაღი ავიღე და ჩადების ვარიანტი გამომივიდა მანქანით დამიჭირეს რა. დამიჭირეს თუ არა პირველი შეეგიყო თემა რომ შემოვიდა. აი რა ჩააბარე რა. ჩააბარე შეიარაღება და დამთავრდება შენი სცენარი ყველაფერი, ანუ არაფერი არ იქნება. მანამდე დამიმძიმეს მუხლები, უკანონო შეძრა იანახვა იარაღის ჯერ კილერობის მუხლი მომიყენებს, თვითონ კილერი ვიყავი, ხალხს ვოცავდიო, 1000 რაღაცები მომიგონეს რა, რომ იგი რაღაცით უნდა შევეშინებინო. მაგრამ მე შესაძლოა არ ვითანამშრომლე, იმიტომ რომ ვერ დამინახე მაგათ შინდობა. მე პირდაპირ ვთქვი რომ პროკურორასთან ვითანამშრომლებ მეთქი და მართლა ეხლა ერთ-ერთი ვისაც მაშინ ნდობა შეიძლებოდა და ვისთან საუბარი შეიძლება და ვინც ღირსეული ხალხი იყო მეგენი იყვნენ და პირდაპირ მაგათთან ვითანამშრომლე ვის ანუ შედგა შეთანხმება და მთელი ეს შეიარაღება რაც ჰქონდა ეს სპეციარაღი იყო ასაფეთქებელი საშუალებები იყო ძალიან დიდი რაოდენობა იყო ეს ყველაფერი ჩავაბარე გარიდება გამიგეს და გამომეჩეს გარეთ გამოვიდი გარეთ და всё ამით დამთავრდა ეს ამოგების თემა და რაც შეეხება ზუგდიდის თემას ეს კასეტების თემას ეს ზუგდიდის აკეთებდა ეს კი მე ვიცი ხა დისლოკაციის ადგილები სადაც დებდნენ ეგ არ ვიცი მაგრამ რო აკეთებდნენ ეგ ვიცი და ვიცი ვის აკეთებდა მაგრამ ეს გადაღებული კასეტების ხა მე რატო უნდა ჩამედო აი მე ჩემ თავზე ავიღე საბრძოლო ტერიტორიაზე მოწინააღმდეგეს კონტროლირება ტერიტორიაზე წავიღო სამარხი გავაკეთო საბრძოლო მასალისა და იქ ჩავდო შიგ კასეტები გადაღებული ვიღაცის ფარული ჩანაწერი ახლა ეგ უკვე ზღაპარია დიდი ვერცეთ იმაში დახვედრაში არ მოდის ანუ ეგ არის დიდი დადგმული ზღაპარი იყო ეს კასეტების თემა და აღარც აი მე არ მიმაჩნია ეს ამის ამაზე საუბარიც აღარ მიმაჩნია მე დაგაგებულა ჯერ ეს ერთი ელემენტარულად გეტყვით რომ ფარული ჩანაწერებს აკეთებს ოპერატიული სამსახური სამარხებს საბრძოლო მასალის აკეთებს საბრძოლო დანაყოფი ეს ორი სხვადასხვა სტრუქტურა ერთმანეთში როგორ უნდა შეათანხმო რომ იმან წაიღე შენ და ჩემი ისინი საბრძოლო მასალა ჩადე შენი ჩემი კასეტები ეს არის დიდი ზღაპარი ვერ მოდის ერთმანეთში ვერანაირად ხო მაშინ ესე პროპაგანდამ ესე შებუთა რომ ეს
საბრძოლო იარაღი იყო ამბოხებისთვის გადამალული. კაი, ხო, ეგ საუბარი ეგ მეც გავიგეთ. კაი, დაუშვათ ამბოხებისთვის ითქვა რომ ამბოხებისთვის იყო. ზუგდიდში რატო იყო ამბოხებისთვის? ზუგდიდშია პარლამენტი, ზუგდიდშია მთავრობა, ზუგდიდში იმანიშვილი. ეს იყო სუფთად ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე დღის წესრიგში რომ დამდგარიყო, ასე ვთქვათ, პარტიზანული ბრძოლები, ალტერნატიული ლოჯისტიკური მომარაგება ყოფილიყო ქვედანაყოფებისთვის, რომელიც ზუსტად მაგდანიშვილი. რაც შეეხება კასრებში კასეტებს, ეკა აი მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინ დაადასტურა, რომ ის კასეტები, რომელიც ამოიღეს კასრებიდან, იმ კასეტებში საერთოდ რამე იყო ჩაწერილი. იქნება საერთოდ სარიელი კასეტები იყო. აი ვინმე დაადასტურა, მე რომ ეს ეგრეთ წოდებული კადრები რომ გაუშვეს და მაშინ შეკრიბეს ჟურნალისტები და არასამთავრობოები და აყურებინეს. ანუ ვილათის კასეტები იყო, რომელიც ანუ დაილუქა ეს კასეტები, ამას ექსპერტიზა ჩაუტარდა. სადმე არსებობს ამისი მტკიცებულება, რომ ნამდვილად ზუგდიდში ამოღებული დათო რაც ყვებოდა ჩემთვისაც მიუხედავად იმისა, რომ არაერთგვარი გვაქვს მასაუბრები, აი ძალიან საინტერესო იყო, ანუ ეს არის მთელი ერთი, ასე ვთქვათ, ოპერაციული სურათი, ხო, სპეცოპერაციული სურათი რუსების მხრიდან დაგეგმილი და ეს ოღონდ აქ არ გაჩერებულა. ამას გაგრძელდება და მინდია ჯანელიძე ენიშნება თავდაცვის მინისტრად და მინდია ჯანელიძის მინისტრობის პერიოდში არსებობს ესეთი ოდიოზური ფიგურა ტრისტან წითელაშვილი, ოღონდ ვინ არის და რა უკეთებია და რა წარმოადგენდა, გარდა იმისა, რომ რუსების დეკლარირებული მხარდამჭერი არის, მე ამ ადამიანზე არ ვიცი, თავისთავად გენერალს ეძახის და როგორც ვიცი, მე მგონი პოლკოვნიკი აქვს წოდება. აი ტრისტან წითელაშვილი იწყებს თავდაცვის სამინისტროს რიფირებულ, ანუ საიდუმლო ობიექტებზე შესვლას, ამ ობიექტების დასურათებას და ამ ინფორმაციის გადაცემას რუსეთის ფედერაციაზე. გარდა ამისა, ამ ობიექტებისა, რომელიც ესეთი ობიექტები საქართველოს თავდაცვის ძალებს ჰქონდა ძალიან ბევრი, განსაკუთრებით ძალიან დიდი რაოდენობით არის თბილისის ირგვლივ, ეს იყო თბილისის დაცვის გეგმის კომპონენტი და შემადგენელი ნაწილი და აგრეთვე იყო სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ანუ ესეც გრიფირებული არის, უბრალოდ ეხლა ამას ეთერში ვერ ვიტყვით, ხო, ლოკაციებს და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობებს. ანუ მომზადებული თავდაცვითი ობიექტები, დასურათება, ვიდეო გადაღება და ასევე რუსებს გადააწოდეს ბრძანებები და პერსონალური მონაცემები იმ პირადი შემადგენლობის, აბა საიდან გაიგეს მაგათმა, ანუ ვინ მონაწილეობდა 2008 წლის სამომავლო მოქმედებებში და მე ამ ხალხზე ყველაზე სათითაოდ გამოძიება რო დაიწყეს. და ანუ ამის შემდეგი პერიოდი რა არის? ამის შემდეგი პერიოდი არის, რომ თავდაცვაში მომზადებული კადრები, ოფიცრები ხდება ამ კადრების, ასე ვთქვათ, რომ გაეშვათ პირდაპირ ეს ადამიანები იქნებოდა ძალიან, ასე ვთქვათ, ხმაურიანი და შელებოდა გარკვეული რეზონანსი მოყოლოდა. ამიტომ მოიფიქრეს ესეთი, რომ მოდი ამ ხალხს ფული გადაუხადოთ და ფულით გაუშვათ. და გაუშვეს ეს ადამიანები, ეს ოფიცრები. გარდა ამისა ხდება მნიშვნელოვანი ჯავშან ტექნიკის მოხსნა შეერაღებული ძალების ბალანსიდან და შენახვაზე აყვანა. ანუ ეტაპობრივად რო შეხედოთ, ანუ 2012 წლამდე პერიოდი და მე 2012-დან როგორ ვითარდება ეტაპობრივად და დათომ თქვა ესეთი სიტყვა ახსენა გოგი თაუთოხაშვილიო აგზავნი და სატანკო ბაზას. სატანკო ბაზას ქვია შეერაღებულთა ტექნიკის რემონტო ბაზა, რომელიც აი საძლებლობებით შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი პირველი. და ის რო განვითარებულიყო ის სატანკო ბაზა, დღეს შეერაღებული ძალებს დელტა აბსოლუტურად სხვა არის, ანუ მსმენელს რო არ შეეშალოს, ხო, დელტა სულ სხვა გეოგრაფიულ არეალზეა და სხვა ამოცანები აქვს, ეს სულ სხვა ბაზა არის, მაგრამ ნუ თვისობრივად ერთნაირი, ასე ვთქვათ, ფუნქციის მატარებელი არის. და უნდა მომხდარიყო ამ ბაზის, ასე ვთქვათ, განვითარება, გაძლიერება, რომ მას შეძლებოდა, ასე ვთქვათ, ამ ჯავშან ტექნიკისა და შეერაღების რემონტი და შენახვის ექსპლუატაციის დაცვა, ანუ საბოლოო ჯამში დღეს რო იცოდეთ, აი მაგ სატანკო ქარხნის ტერიტორიის გაკითხვის საკითხი დგას, თვალი აქვს დადგმული კალაძის ბიზნეს პარტნიორებს თუ რა ქვია, ჯიბის ბიზნესმენებს, რომლებსაც უნდათ რომ მან მრავალსართულიანი კორპუსები ჩააშენოს და დღეს იქნება თუ ხვალ, აი უახლოეს მომავალში სატანკო ქარხანაც აღარ იარსებებს, ფურცელზეც კი აღარ იარსებებს
განსხვავებებს და აღარც ასე თქვა გეოგრაფიაზე და მაგადგილად აშენდება ეს კორპუსები. ამის შემდეგ გაიხსენეთ თქვენ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და დღეს უკვე ქართული ოცნების წევრების განცხადება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის სამოქალაქო აეროდრომის გადაკეთებასთან დაკავშირებით. ეს არ არის რაღაცა უბრალოდ ეკონომიკური ან ესენი როგორც ფუთავენ რეგიონის განვითარებისთვის. ეს ჩათვალე რომ ანუ ვაზიანის სამხედრო აეროდრომის დანიშნულების შეცვლა სამოქალაქო აეროდრომით ვაზიანის მთლიან ინფრასტრუქტურას და ეს არის დასეულობით ჰექტარი ტერიტორია თავისი სამხედრო ბაზებით, საწვრთნელი პოლიგონებით და საარტილერიო პოლიგონი, ანუ თბილისში ერთ-ერთი მეგა გვაქვს ჩვენ, მთლიანად განადგურება მოხდება ამისი. ანუ დაიხურება, ანუ შეჩერდება. მაშინ როცა 2012 წლამდე არსებობდა, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და ინტენსიურად და ალბათ ყველა მთავრობამ ეს უნდა გააკეთოს ხვალე, ვინც მოვა, რომ ეს ვაზიანის სამხედრო აეროდრომი დათმობილი იქნეს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის. იქ მოეწყოს რაღაცა საერთაშორისო ბაზა. ის გახდეს ერთგვარი, ასე ვთქვათ, პლაცდარმი რეგიონში ნატოს ჯარებისთვის. ეს შეიძლება იყოს თუნდაც სასწავლო ცენტრი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამას, ანუ რა დანიშნულებით გამოიყენებ, ეს ავტომატურად გახდის საქართველოსთვის ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგა გახდება. თუნდაც ასეული ზომის ამერიკული ქვედანაყოფების განლაგება ჩათვალეთ ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ნიშნავს საქართველოს ცის დაკეტვა, საქართველოს ცის უსაფრთხოებას. ბევრი პოზიტიური და კარგი რამის გაკეთება შეიძლებოდა და შეიძლება, მაგრამ ანუ რო გაყვეთ, ანუ რას აკეთებენ დღემდე და მე მათი განცხადებები და საბოლოო აკორდი და ფინალი ეს იყო წულუკიანის კომისია, რომელმაც პირდაპირ გაასამართლა ქართული შეიარაღებული ძალები და დანაშაულა ქართული შეიარაღებული ძალები ომის დაწყებაში. ანწუხელიძეს ეროვნულ გმირს უწოდა მიხეილ სააკაშვილის პიარი, შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, ვისაც ოდესმე ფორმას მია და მონაწილეობა მიუღია საომარ მოქმედებებში აბსოლუტურად ყველას და ერთგვარად მიართვა რუსეთს კომისიური წესით ხელმოწერილი დოკუმენტი, რომ ეს ჩვენს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. ეხლა ამას თუ გავუკეთებ, ან არის ამას არ ჭირდება სამხედრო ექსპერტობა, ამას არ ჭირდება სამხედრო განათლება, ამას ჭირდება ლოგიკური ბმები. ისტორიულად დღემდე რა განხორციელდა, რა მოხდა, რა განცხადებები კეთდებოდა, რა მოქმედებები კეთდებოდა. ავიღოთ დღევანდელი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების დონე. დღეს მაგალითად ერთ დეტალს შევამატებ, თუ შეიძლება ერთ დეტალს გეტყვი, აი სიტყვასთან დაკავშირებით თავდაცვასთან. 2008 წელს, რა თქმა უნდა, იქ ვიყავი დიდი ლახუშქეობაში და ამ ყველაფერს ხო უყურებდი როგორ მიდიოდა ბრძოლები, რას ინფორმაცია გამოდიოდა, ხა გვირეკავდნენ თვითონ ოსები გვაწვდიდნენ ინფორმაციას და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორც ჩვენმა ჯარმა იომა აქტიურად, აი რაც ჩვენმა ჯარმა აკეთა, ეს იყო სატანკო დანაყოფები, ეს იყო საარტილერიო დანაყოფები, ეს იყო ქვეითი სპეციალური დანიშნულების დანაყოფები. თვითონ რუსები ოსებზე ლაპარაკი არ მაქვს, იმიტომ რუსები ყოველთვის იყვნენ უშოდილები საბრძოლო მომზადებაში და დაში. თვითონ რუსები იყვნენ. აი ესეთი რამე არ გვინახიაო. რომელი აშვილები რო დაიხოცნენ ტანკისტები, ძმები, ეგენი დაიხოცნენ, ანუ მოსკოვის ქუჩა არის ცენტრალური ქუჩა, აი იმ ქუჩის გადაკვეთის დროს დაიხოცნენ. ერთ ძმას 17 გრანატომეტი ეცროლეს და მეორე ძმას აქვს 23 სალი ნაშროლი. ანუ ეს ხო დინამიური დაჟინით იყო და რო იძახის ბარაკევიჩი თვითონ იძახის ეუბნებოდა ბიჭებს, ეს მე იმათ ინფორმაციით ვიძახი. ესეთი გამწარებულიო და ესეთი მეომრები რა ტანკისტები სადმოამზადესო. სადმოამზადეს ესეთი ტანკისტები, ნეტა ჩვენა ყავდეს ესეთი ტანკისტებიო. იქ იმათ ამბავი დაატრიალეს, ესე იგი ხალხი ვერ აღწერდა. ან ქუჩების ბოლოდან ესრობდნენ გრანატომეტებს, რომ ვერ უახლოვდებოდნენ ისე ათო მაშინ იყო ეს არის ირაკლი, თუ გახსოვთ ბენხოჯესმაც ძალიან ესეთ კარგად შეაფასა ქართული ჯარის ქმედება მაშინ. ხო, ეს სპეცოპერაცია, რომ მართლა როგორც ახლა დათომ ძალიან კარგად მოყვა, ისე რომ განხორციელებულიყო, ანუ სპეცოპერაციად რომ დარჩენილიყო, ხო? ძალიან მარტივი იქნებოდა იმიზნების მიღწევა, რაც ქონდა პუტინის დასახული, მაგრამ იქ ზუსტად აი ამ თავგანწირულმა ომმა გადაარჩინა მაშინ ქართული სახელმწიფო
რომელიც რუსებს მერე საკუთარი პასტებით გადავეცით. მაშინ იყო ძალიან დიდი мотиваცია. მე ეს აღვნიშნე, რომ მოგიყევით მაგალითად სამხედრო აღლუმები. ეს იყო უზარმაზარი мотиваცია და მე ეხლაც თქვენი ამ ეთერშიც მე მინდა ყველა ფორმიანს, ყველა სამხედროს, იმ ყველას დედას, იმ ქალბატონს, რომელმაც შვილი გაზარდა და მე ის გაუშვა პროფესიულ ჯარში თუ ჯარისკაცად თუ ასე შემდეგ, მადლობა მინდა გადაუხადო. იმიტომ რომ ეს არის პროფესია, რომელსაც ირჩევ საკუთარი ნებით და მიდიხარ საკუთარი ნებით სიკვდილზე. იმიტომ რომ ჯარში წასვლა, ფორმის ჩაცმა და სამხედრო სამსახურში ყოფნა ნიშნავს, რომ ერთ დღეს შეიძლება შენს ქვეყანას დასჭირდეს და შენი ყველაზე ძვირფასი რაც გაგაჩნია, სიცოცხლე შენს ქვეყანას მიუძღო. ეს არის ამას ვერ გააკეთებ, ანუ ამის გაკეთებას ვერ გაიძულებენ. როგორც დაუშვათ აი დღევანდელი ეს რუსკოცები ხო, წულუკიანის თამადობით ეძახიან, რომ ეს აიძულეს ამას ვერ აიძულებ, შენ მე ვერ მაიძულებ, წავიდე და მოვკვდე, მე თუ ეს ჩემი შეგნებით, გააზრებით და შთაგონებით არ არის გაჯერებული. წარმოუდგენელი არის. აი ეს мотиваცია არსებობდა და ეს мотиваცია ქმნის აბსოლუტურად ყველაფერს და ეს არ არის კი შეიძლება რაღაცა დოზი და ლეგენდები არის, მაგრამ ისტორიაში არა მარტო საქართველოს და არამედ სოფლიო ისტორიის მაგალითები რო ავიყვანოთ, მცირე ჯგუფებს უზარმაზარ არმიებთან რო დაპირისპირება მოსვლია და გაუმარჯვია, ზუსტად ამით იმარჯვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთი იყო მონსტრი და გველეშაპი და იმის ფონზე ქართული შეიარაღებული ძალები შეიძლება ზღვაში წვეთი ყოფილიყო, მაინც მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწია. ჩვენ ზუსტად ეს არის მოტივი, რომ შეიძლება ვერ მოუგოთ რუსეთს და აქტიური წინააღმდეგობა ვერ გაუწიოთ, მაგრამ ის 3 დღე, ის 4 დღე, ის 5 დღე, რომელსაც ჩვენ შევძლებთ, რომ შევაკავოთ, ესეც მნიშვნელოვანი არის. ოღონდ ეს რითი უნდა მოხდეს? ეს უნდა მოხდეს мотиваციით, ეს мотивაცია შექმნას მთავრობამ და მთავრობა დღეს мотивაციის ნაცვლად აკეთებს დემოტივაციას და ეუბნება, რომ იცით რა, რუსებმა შეიძლება ჩვენ დაგვიპყრონ, მოგვიგონ, ამიტომ ბაბაია უნდა დაუძახოთ და აბა ომი გინდა და ხდება დეგრადირება, ანუ ინსტიტუციური დეგრადირება ხდება. ამაში ძალიან აქტიურად არის ჩართული პროპაგანდა, საინფორმაციო ოპერაციები და ჩვენ ამაზე შენ გადაცემაში აი პროგრამებზე ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ, ის მარტო საარჩევნო საკითხს არ ეხებოდა ეკა. ეს ეხებოდა განწყობების გაზომვას, თუნდაც თავდაცვის სამინისტროში, თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროში, აი პირობითად სიტყვაზე როგორ ხდება თემების გადაფარვა, მაგალითად, არ ვიცი, შუქი ჩაქრა საქართველოში ამას მოყავ ნებათაღელვა და მეორე დღეს დააკავეს დაუჩათ ერთ-ერთი გოგონა, ხო? ანუ მაგალითი იმ ღამესვე მეორე დღეს კი არა. ერთი რაც მნიშვნელოვანი არის და რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის კრიზისი. ანუ ამას რო არ შევეხოთ და ამაზე მოკლე განმარტება არ გავაკეთოთ, არ შეიძლება. ეს არის ეროვნული დონის დოკუმენტი, რომელიც 2011 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობას არ განუახლებია. ეს არის დოკუმენტი, რომლისგან შემდეგაც უნდა შეიქმნას საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. და საფრთხეების შეფასების დოკუმენტში უნდა დაიწეროს ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე. და არ აქვს რესურსი ქართულ ოცნებას, რომ რუსეთი საიდუმლო დოკუმენტში მოიხსენიოს, რომ ის არის ჩვენი პოტენციური მტერი და მოწინააღმდეგე. და ამ დოკუმენტების საფუძველზე უნდა შეიქმნას მთელი რიგი ეროვნული სტრატეგიული დონის დოკუმენტები, რაზეც აშენდება ეროვნული უსაფრთხოება. დღეს ეკა საზოგადოებაში ქართული ოცნების პროპაგანდა მუსილებს ესეთ თემას, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი. ეს შეიძლება გაგეცინოს თქვენ, ხდებით? ანუ განათლებულ, გააზრებულ ადამიანს, მაგრამ ანუ ამას ხალხი იჯერებს, ეს არის უბედურება. ხდებით, რომ ბიძინა ყოფილა ჩვენი მშვიდობის გარანტი. როგორ შეიძლება პერსონა იყოს სახელმწიფოს მშვიდობის გარანტი? ეს ხო წარმოუდგენელია. თუნდაც გენიალური იყოს და არა პარანოიკი და პარანოიკი თვით თავის თავზე ორიენტირებული ეგოცენტრიკი ეგომანიაკი. ვინც არ უნდა იყოს, ეკა, ვინც არ უნდა იყოს. პერსონა ვერადროს ვერ გახდება მშვიდობის გარანტი. ეს პერსონა რო დაუშვათ ხვალე ქვეყანიდან წავიდეს, რა ვიცი, მოკვდეს, ცუდად გახდეს, ასე შემდეგ. ვინ ხდება მაშინ პასუხისმგებელი პირი ეროვნულ უსაფრთხოებაზე? აი ხო თქვენს რომ კოცმან პროპაგანდისტებმა საქართველოს ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ არსებობსო. კი და ეს იგივე არის რაც რუსეთში ხდება, ხო? ანუ რუსეთში იგივე არის, ხო? ის ამბობენ რომ პუტინის იდენტური არის. რა თქმა უნდა, ეს იდენტური არის და
და ბიძინა კი არ უნდა იყოს ეროვნული უსაფრთხოების გარანტია. ეროვნული უსაფრთხოების მშვიდობის გარანტია უნდა იყოს ინსტიტუციები, უნდა იყოს ძლიერი არმია, კარგად მომზადებული, კარგად შეიარაღებული. მშვიდობის გარანტი უნდა იყოს ეკონომიკა, ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც დღეს არის მხოლოდ კოლ-ცენტრები, ბიტკოინები, შავი ფული, ბიზნესმენები, რუსული და ჩინური შავი, ასე ვთქვათ, ტრანზიტული ტვირთები და ასე შემდეგ და უნდა იყოს გარანტია დიპლომატია. სად ვართ დღეს ჩვენ საქართველოს სად არის დიპლომატიის ნაწილში? ბრიტანეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპის წამყვან ქვეყნებთან მთლიანად გაფუჭებული გვაქვს ურთიერთობა, როგორც სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილში, ასევე სამოქალაქო ნაწილში არ არსებობს ფაქტიურად. ანუ ეს არის განადგურებული. ანუ ამ დიპლომატიის მიღწევას და ამ ასე ვთქვათ იმას რა შედეგებიც იყო საქართველოს ამას გარკვეული წლები დასჭირდება. ეს არა გვაქვს. ეკონომიკა არა გვაქვს. ინფრასტრუქტურა, სამხედრო ინფრასტრუქტურა არა გვაქვს. მაშინ ვინ არის გარანტია? ეს თუ არ გაიაზრა მოქალაქემ, ჩვეულებრივმა, მსმენელმა, რომელიც ყველანაირი აპოლიტიკური, ყველანაირი, ასე ვთქვათ, პარტიული შეხედულების მიღმა ეროვნულ დონეზე უნდა გაიაზროს, რომ ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ გამართული სახელმწიფო ინსტიტუციები უნდა იყოს და ბოლოს დასკვნის სახით. დღეს ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენი მთავარი ამოცანა არა თუ რუსების შეკავება, დღეს არის ოკუპაციის, ცოცხალი ოკუპაციის შეკავება, მაგასაც კი ვეღარ ვუზრუნველყოფთ, მაგასაც ვერ ვახდენთ და ამ მიმართულებით არსებობს უზარმაზარი და უამრავი რისკები. მათ შორის ცხინვალის მიმართულებაზე, რომელიც ერთ-ერთი მოწყვლადი რეგიონი არის რუსოს ხეობა, ჩვენ ამაზე მეტადად ვსაუბრობთ. 2018-2019 წლებში ამაზე უამრავი შრომა არის ჩადებული, რომ გაკეთებულიყო, მაგრამ ეს გადებული არის, რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ. ასევე აფხაზეთის მიმართულებაზე, ასევე სამცხე-ჯავახეთის მიმართულებაზე, ასევე ქვემო ქართლში აზერბაიჯანის მიმართულებაზე. დღეს აღარ არის დავით გარეჯის საქართველო? ანუ ღარიბაშვილს, რომელიც ციხეში არის, დღეს აღარ აწყობს ეს პროპაგანდა, რომ დავით გარეჯის საქართველო არის? იმ რაღაცა არ ვიცი, კუნთმაგარი გონებაჩრუნგი ადამიანების ორგანიზაციას დავით გარეჯი დასაცავი არა აქვს, საოკუპაციო ხაზი დასაცავი არა აქვს, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება დასაცავი არ არის, ანუ საერთო ჯამში და საერთო ნარატივში საქართველო არის დღეს მოქცეული ერთ უზარმაზარ ვაკუუმში და ამ საზოგადოებას ამ ბინძური ტყუილებით ისე ყვებავენ და ისე აქვთ ეს ხალხი, ასე ვთქვათ, ისე უკავიათ, რომ რეალურად ამ ადამიანებს გააზრების და გაანალიზების საშუალებას და უნარს არ აძლევენ. თუ ამ ხალხმა არ გაიაზრა, თუ ჩვენ რაღაცა ეროვნული წინააღმდეგობა, ეროვნული მოძრაობა, ეროვნული შემართება, ეროვნული სულისკვეთება არ ავიმაღლეთ და ჩვენ თუ ყველამ ერთად ჩვენი წილი პასუხისმგებლობა არ გავიაზრეთ საქართველოს გადარჩენის ნაწილში, ივანიშვილი ყოველ დღე უარეს სიგიჟებს შემოგთავაზებს. და ბოლოს კალაძის განცხადება, ამაზე კომენტარის არ გაკეთება, რავი, ალბათ დაცოთ სიტყვის, ხო? ანუ ის რაც თქვა, ანუ პირდაპირ ეს არ არის კალაძის პირით ნათქვამი. დარწმუნებული ვარ, მესიჯი აქვს ტელეფონში მისული და ბრძანება რა უნდა ეთქვა. ანუ ეს არის პირდაპირ დუმის ნარატივი, ეს არის პირდაპირ პუტინის ნარატივი. როგორი მოწიწებით მოიხსენიებს რუსეთის სახელმწიფოს და რუსეთის ეს. 3 დღე კი არა, ერთი დღეც რომ გაგრძელებულიყო, ერთი ჯარისკაციც რო დავღუპულიყო, ერთი მოქალაქეც რო დავღუპულიყო, ისიც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ქართველმა ადამიანმა სულ ცოტა აგმოს, მით უფრო პოლიტიკურმა და პოლიტიკური პარტიის გენერალურმა მდივანმა, რომ დააგმოს, არათუ სხვა ასპექტში რომ დააგმოს, მაგრამ ესეც არ შეუძლია. ეს საზოგადოება უნდა განსაჯოს. აი ჩვენ რაც დღეს აქ ვისაუბრეთ, რაც მოგიყევით ისტორიულად ფაქტების დონეზე და რაც დღეს ქართულ ოცნებას უყურებთ, ამის ანალიზს თუ ადამიანი ვერ გააკეთებს, ღმერთი რო ჩამოვიდეს დედამიწაზე და განკაცდეს, ის ვერ უშველებს ქართულ საზოგადოებას. არა, კალაძემ რაც თქვა, ეგ არის ჩვეულებრივად უბრალოდ ვიღაცის ნაკარმნახევი სიტყვა და სადღაც თბილისში მჯდომარე სპეცსამსახურების თანამშრომლის ორი სიტყვით დაურეკა და უთხრა ესე უნდა თქვა და ეგ წაიკითხა კალაძემ. კალაძეს მაგის ტვინის არ აქვს, ეგ სიტყვები თვითონ დაწეროს და წაიკითხოს კიდევაც. აი ეს არის რეალობა და მოგეთ, ამით დავასრულოთ. უბრალოდ მინდა ირაკლი მათ შეაჯამა და მე ჩემებურად შევაჯამო.
რითაც დავიწყე, იმით დავასრულო, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნებისმიერ ქვეყანას ჭირდება შეკავების პოლიტიკა, ეს 2x2 4-ია, ხო, ანუ როცა თუ უსაფრთხოებაზე ლაპარაკობ, შეკავების პოლიტიკა არის მთავარი. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ჭირდება ჩვენაირ პატარა ქვეყანას იმისათვის, რომ თავი დაიცვას. ესე იგი, პირველი, რომ ასიმეტრიული ომისთვის უნდა იყოს მზად, აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს კარგად მომზადებული რეზერვი და ტერიტორიული თავდაცვის სისტემა. და ამ ყველაფერზე ამომწურავად ვილაპარაკეთ, რა ხდება. მეორე მთავარი ბურჯი და მე ვიტყოდი ყველაზე მთავარი, ეს არის ძლიერი პარტნიორები და ეს პარტნიორები დაგვაკარგვინა ივანიშვილმა მთლიანად, აბსოლუტურად მარტო დავრჩით, რა ალიანსებზეა ლაპარაკი, აღარც ერთი სტრატეგიული მეგობარი აღარ შეგვჭა, აღარც ერთი ყველაზე ერთგული და საქართველოზე ყველაზე შეყვარებული ერთგული მეგობარი აღარ შეგვჭა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ისინი გაილანძღნენ და აბსოლუტურად მარტო ვართ. საზოგადოების მედეგობა და ჰიბრიდულ ომებთან, დეზინფორმაციასთან და შიდა პოლარიზაციასთან ბრძოლა კი არა, ივანიშვილის რეჟიმი არის წყარო ამ ყველაფრის, პოლარიზაციის, დეზინფორმაციის, ჰიბრიდული ომის, ქართველი ხალხის გონების წინააღმდეგ და ეკონომიკის ჭკვიანური დივერსიფიკაცია და სტრატეგიული ავტონომია კრიტიკულ სექტორებში, მათ შორის ენერგოსისტემაში ესეც არა გვაქვს, რა დივერსიფიკაცია გვაქვს ეკონომიკის, არა თუ ჭკვიანური, არამედ არანაირი, ისევ რუსეთის ეკონომიკაზე ვარ ჩაბმული და რუსეთის ეკონომიკა რო ინგრევა, ეს უზარმაზარ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე პლუს ყველაფერთან ერთად. მოკლედ, რა ვიცი, აი მართლა ანაბანა, რაზედაც საუბრობთ, ამაზე მეტი როგორ უნდა დავღეჭოთ, როგორ უნდა ავხსნათ, არ ვიცით. ამით დავასრულოთ მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა დათოს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერვიუ, რომელიც მომისმენია ჩემს პოდკასტში. დათო, უღმესი მადლობა. ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბე და რასაკვირველია, მადლობა ირაკლისაც, როგორც ამ გადაცემის თანაწამყვანს. მოკლედ, გამშვიდობებით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ჩვენი პოდკასტების გადაზიარება, დალაიქება და კომენტარების დატოვება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომენტარები დატოვოთ ამ პოდკასტის ქვემოთაც.